საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ოპოზიციას უკვე მეორედ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების მცდელობა ექნება. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. სწორედ ამ პათოსით ისაუბრა დღეს სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მასთან ერთად წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებიც ესწრებოდნენ. ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ნელი ნაბიჯით, მაგრამ ქვეყანა ახალი საპარლამენტო არჩევნებისკენ მიდის. ამის თქმის საფუძველს ზურაბიშვილს მართლ ძალაში არსებული რყევები აძლევს. კიდევ რა მოისმინეს შეხვედრის მონაწილეებმა და როგორია სამზადისი არჩევნების შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის, გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ხსნის ჩვენს ეთერს. გიორგი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი დავიწყოთ ამ შეხვედრით, რომელსაც თქვენც ესწრებოდით. ძალიან საინტერესოა რა ითქვა ახალი ამ შეხვედრაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დიპლომატიური კორპუსის განწყობები მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, მათთან ასრთა გასვლა გამოცვლა არაერთ ფორმატში მომხდარა ოპოზიციის მხრიდან. ძალიან საინტერესოა, აი ახლა ისინი ისევ ისმენდნენ ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის გეგმებს თუ საკუთარი პოზიციას დააფიქსირეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის შიგნით პროცესები ახალ არჩევნებამდე და უკვე ახალი არჩევნების შემდეგ. კი, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც ძალიან კარგად და სალსახად გამოჩნდა კიდევ ერთხელ განსხვავება ჩვენსა და ივანიშვილის ქართულ ოცნებას შორის, ხო? მთავარი რაზეც გქონდა საუბარი, რა არის ჩვენი გზა, რატო საფხედავთ, ხო? ჩვენ გვინდა ძლიერ ევროპასთან ახლოს ყოფნა, მეგობრობა, იმისათვის რომ ვიყოთ დაცულები უფრო მეტად, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც მთავარია ძლიერ ევროპასთან ერთად ყოფნა გვინდა, იმიტომ რომ შემოსავლიანი იყო საქართველოს მოქალაქე, რომ ადამიანებს არ უწევდეთ ემიგრაციაში წასვლა და შემოსავალი ჰქონდეთ საქართველოში და გვინდა ძლიერ ევროპასთან ყოფნა, იმიტომ რომ გვინდა ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და მოქალაქე იყოს დაცული სახელმწიფოს. აი, როდის არის ყველაზე მეტად დაცული მოქალაქე? როდესაც ევროპული ტიპის დემოკრატია ქვეყანაში. აი, ამ შეხვედრაზე მთავარი საკითხი ამაზე იყო, ხო? მათ შორის საელჩოების და ელჩების მხრიდან, წარმომადგენლების მხრიდან მთავარი თემა რა იყო? აქ საუბარი აღარ არის მხოლოდ იმაზე, რომ კონსტიტუციით სავალდებულო ნორმა ფაქტობრივად დაარღვიეს და უარი თქვეს ევროინტეგრაციაზე. ფაქტობრივად ყველა ერთ რამეს ამბობს, რომ სრული მოშლა ხდება დემოკრატიული ფუნდამენტის. ამ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული რუსული ტიპის კანონების მიღებით, ხო? რომელსაც ეს ადამიანები იღებენ. აი ეს არის ყველაზე მძიმე. თვითონ ელჩები, საელჩოები არიან მოწადინებული, რომ როგორმე ეს პროცესი შეტრიალდეს, მაგრამ რას ხედავენ დღეს? ხედავენ, რომ საქართველოს მარტო ტოვებს დაუცველს ქართული ოცნება, ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვს არც ერთ საელჩოსთან, აღარ არსებობს რა. აი უბრალოდ შემხებლობაც კი არ არსებობს და მათთვისაც რა თქმა უნდა ყველასთვის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილია ხალხი. ხო, რომელმაც უნდა დავაბრუნოთ ყველამ ერთად დაცული ევროპისკენ, ასე ვთქვათ, შემოსავლიანი ეკონომიკურად ძლიერი ევროპისკენ. წარმოიდგინეთ, ხა ემა საუბარი გქონდა იმაზე, რომ ყველა დაფინანსება შეწყვეტილია და ეს კიდევ უფრო დამძიმდება და ჩვენ ვთხოვეთ, რომ მაქსიმალურად ხა ხალხის ინტერესები იყოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. გიორგი, მათ განწყობები გასაგებია, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ევროკომისარის ძალიან ისეთი მკაფიო განცხადებები მოვისმინეთ შესაძლო სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და ამით მგონია რომ ყველაფერი ნათქვამია. მე არ მახსენდება მსგავსი რანგის აღმასრულებელი რგოლის ევროკავშირში აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლის აი ასეთი კონკრეტული განცხადება, რომ შესაძლებელია საქართველოსთან შეწყდეს ასოცირების ხელშეკრულება და ბუნებრივია ეს ყველაფერი იმოქმედებს უვიზო რეჟიმზეც. ამაზე მეტი რა უნდა თქვან? მე სხვა რამეს გეკითხებით, როდესაც აი ამ შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ
გვაქვს ამბიცია მოვამზადოთ კოალიციური მთავრობა, რომ საპარლამენტო არჩევნები უთუოდ დაინიშნება და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. სხვა შეკითხვები ჩნდება გესმით, თორემ აი ეს ზოგადი, ასე ვთქვათ, ევროპული ღირებულებებისგან გადახვევა, ის კრიტიკა, რომელიც ჩვენ გვესმის უკვე 7 თვეა, გასაგებია. აი რას ეფუძნება დაუშვათ ეს მოლოდინი, რომ გარდაუვალია ახალი არჩევნების ჩანიშვნა, მაშინ როდესაც ქართული ოცნების პათოსი, რიტორიკა, ქმედებები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. არ მგონია რომ სხვა რამეზე მეტყველებდეს, შეიძლება თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ მაშინ მითხარით აი კონკრეტული მაგალითი იმისა, ნიშანი იმისა, რომ აი ქართული ოცნება ემზადება ახალი არჩევნებისთვის. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი არის იმის, რომ ფაქტობრივად ხდება მთლიანი, ასე ვთქვათ, გადაჯგუფება ქართულ ოცნებაში, მიდიან მაღალი თანამდებობის პირები, ზოგს უშვებენ, ზოგი მიდის და აშკარად ეს არის საარჩევნო სამზადისის ნაწილი, ხო? მეორე ფაქტია, რომ სანქციები ძალიან სერიოზულად მუშაობს და მათი ყოფილი თუ ამჟამინდელი თანაგუნდელები ძალიან სერიოზულად უწუნებენ სასანქციო პოლიტიკის პრობლემებზე და იმ დიდ თავის ტკივილზე, რაც მათ აქვთ. მესამე, რომ პროტესტი არსად არ წავიდა, პროტესტი არის, პროტესტი გრძელდება და მათ ვერ შეძლეს ამ პროტესტის გაჩერება, უწყვეტი პროტესტის გაჩერება. მეოთხე, რომ წინააღმდეგობის ხაზი შენარჩუნებულია ამ თვეების მანძილზე, რა თქმა უნდა, ცდილობდა ქართული ოცნება, რომ წინააღმდეგობის ხაზი გარღვეულიყო, რაც გულისხმობ ამაში, ვიღაცა გადასულიყო მათ მხარეს, ვიღაცას რაღაცა სრულ ყალბით თანამშრომლობა გაეკეთებინა და ამასაც ვერ აკეთებს. ანუ ღრმა პოლიტიკური, უღრმესი პოლიტიკური კრიზისია დღეს ქვეყანაში და ამას პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება, ხო? შესაბამისად, ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისთან გამოსავალი, რომელიც მათთვისაც უკვე სერიოზული თავის ტკივილი არის მხოლოდ არჩევნები. ეს თქვენ გონიათ, რომ რიტორიკა არ შეიცვალა და ქმედებები არ შეიცვალა, რანაირად არ შეიცვალა ხალხო? გამოდიან ტირიან სანქციებზე, ხო? მათი ოჯახის წევრები წუწუნებენ და ტირიან. დიპლომატიური პასპორტებით ვეღარსად ვეღარ დადიან, ეს გატესტილი გვაქვს უკვე სხვათა შორის და გაიტესტა და ვერ დადიან. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ამ წინააღმდეგობის პლატფორმის ერთ-ერთი ამოცანა არის, რომ ჩვენ ვისწავლოთ კოალიციური თანამშრომლობა. ჩათვალეთ, რომ კოალიციაა, ხო? სხვადასხვა პარტიები ვართ ერთად და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ხო ასეა რა? ხო, წესით ასე უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ არათუ ასე ვთქვათ, კოალიციური მთავრობისთვის სამზადისი, არამედ პლატფორმის ფორმატში თანამშრომლობაც ძალიან უჭირს ოპოზიციას, თუ შემიძლია უკვე ჩემგან გესმით, ნაციონალურ მოძრაობამ გააკეთა განცხადება, რომ ის ტოვებდა ამ წინააღმდეგობის პლატფორმას, რადგან ვერ ხედავდა ბუნდოვანი იყო პერსპექტივა თავად ამ თანამშრომლობის ფორმატის მათთვის. ფაქტია, რომ ამ თანამშრომლობის ფორმატი იკრებს უფრო და უფრო ძალებს. არის სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით, ზრუნვის ჯგუფი, მედია მიმართულებით, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფი და ასე შემდეგ. თქვენ უფრო და უფრო მეც ნახავთ ამ პლატფორმის მიერ გაკეთებულს. პატრონებული ვარ, რომ სხვაებიც დაინახავენ თავის თავს, ხო? ამაშიც ვერ ხედავ პრობლემას. დღეს შეიძლება ვიღაც არ არის, მაგრამ სხვა იქნება. თავარია რომ ძირითადი ღერძი აწყობილია ამ კოორდინაციის და მათ შორის ჩვენ პარტნიორებს სწორედ ეს ვუთხარით ჩვენ, რომ ძირითადი ღერძი აი ამ თანამშრომლობის პარტნიორობის ფაქტობრივად არის უკვე შემუშავებული, ასე ვთქვათ, რა კითხავთ, გიორგი, შეგიძლიათ მითხრათ, ანუ ჩვენს აი დღეს რა თავარი შეკითხვა, თავარი დღევანდელი შეხვედრის მთავარი შეკითხვა ელჩების მხრიდან, რომლის ადრესატიც იყო კოალიცია, ეხებოდა თუ არა იმას, რომ შეძლებს თუ არა ოპოზიცია ერთმანეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას. ალო, გაითიშა ხო? ახლა გესმით ჩემი ხმაგერ. ახლა მესმის კი. რა იყო მთავარი შეკითხვა ელჩებისა? ხომ არ იყო ეს, ხომ არ ეხებოდა სწორედ ერთმანეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც უნდა გახდეს საფუძველი უკვე კოალიციური თანამშრომლობისა? კეთვით ახლავე რა, საკითხი შემდეგია, დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, იყო
რომ პირველად ჩვენ წარუდგინეთ ეს წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც ძალიან კარგად მიიღეს. პრინციპში დიდი ხანია ისინი ელოდნენ, რომ რაღაც გავს უნდა ჩამოყალიბებულიყო. მეორე, მათ ჰქონდათ კონკრეტული კითხვები, რა საქმიანობას ვეწევით, როგორ უყურებთ ხვალ ზეგინდელ დღეს, რა სამუშაოებს ვატარებთ და ძალიან ბევრი საკითხზე ჰქონდა საუბარი და მესამე იყო მზად ვარ თუ არა არჩევნებისთვის. აი ხვალ რო დაინიშნოს არჩევნები, მათაც დაგვისვეს ეს კითხვა, რამდენად მზად ვართ ამისთვის. და ჩვენ რა თქმა უნდა ეს უთხარით, რომ ეს კოალიცია, ეს ასე ვთქვათ, პლატფორმა არის იმისთვის, რომ მათ შორის მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის ხაზსუსვა. ანუ უთხარით, რომ ჯერჯერობით მზად არ ხართ, გიორგი? არა, მზად არ ვართ, რას ნიშნავს? უფრო და უფრო ანუ კითხვა თუ ასე ჟღერდა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, არის თუ არა ოპოზიცია მზად არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, არის თუ არა ოპოზიცია საუკეთესო ფორმაში. მოდი ასე დავსვათ საკითხი, თქვენი პასუხი რა იყო? ხო და უფრო უკეთესად რომ ვიყოთ მზად და უფრო კარგად მოვემზადოთ, ამიტომაც შევქმნით ეს წინააღმდეგობის პლატფორმა. ამაში არის შინაარსი. თავარი მე ვფიქრობ, რომ ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის ყველა ხედავს, ჩვენ ვხედავთ საქართველოს ევროკავშირში, ძლიერ დაცულ ევროპაში, ევროპასთან ერთად, ძლიერ დაცულ ამერიკასთან ერთად, ისინი ხედავენ, რომ ქართული ოცნება ცდილობს იზოლაციაში მარტო დატოვოს საქართველოს აბსოლუტურად დაუცველი და მსგავსი პოზიცია ეხა ყველა რაც თქვა ბრიუსელიდან ევროკომისარმა, ზუსტად იგივე პოზიცია ყველას რომ ამოწურვადია მხარდაჭერებიც, ამოწურვადია ყველაფერი ხა თუ შენ დემოკრატიის ფუნდამენტს ანგრევ, თუ შენ რუსული ყაიდის კანონებს იღებ, თუ შენ აკეთებ იმას, რომ ასე ვთქვათ, პარტიებს გძალავ, პოლიტიკოსები ყველა სისხლისამართს პასუხისგებაშია, პოლიტპატიმრები ყავს, სტუდენტი, ახალგაზრდა, მსახიობი, რა, მომღერალი ყველა ციხეში ყავს და თუ შენ მედია საშუალებებს და ფინანსების პრობლემას უქმნი, თუ შენ სამოქალაქო სექტორს აუქმებ და ანადგურებ, ხო? ну ხა ეს უკვე არაფერ შუაში არ არის ევროკავშირთან და ასოციაციებთან. გასაგებია, მაგრამ ამის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო სანქციებს. ეს არის საპასუხო რეაქცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა. მაგრამ თავარი არის არაღიარება, იმ არჩევნებს აღიარება არა. კი ბატონო, მათ შორის ესეც, მაგრამ ეს არის ჩვენი დიდწილად, რა თქმა უნდა, ეს არის ოპოზიცია, ეს არის ხალხის, ეს არის ოპოზიციის, ეს არის სალომე ზურაბიშვილის მუშაობის და გარკვეული ძალისხმევის შედეგი, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები ამ თვალსაზრისით საერთაშორისო სანქციებისა და არაღიარების თვალსაზრისით არიან საერთაშორისო პარტნიორები. მე ცოტა სხვაგვარად წარმომიდგენია დღევანდელი შეხვედრის საუბრის მთავარი, ასე ვთქვათ, თემა და შინაარსი. ალბათ წესით აქცენტი უნდა ყოფილიყო გაკეთებული შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. თქვენ თავად თქვით რამდენიმე დღის წინ გუშინ, რომ გარდამტეხი მომენტი დგას და საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი ორგანიზება და მეტი გაბედული მოქმედება. აი, უფრო დამიკონკრეტ, მეტი ერთიანობა რაში? მათ შორის მზაობაში, საერთო საქმის კეთებაში. ჩვენ ახლა გვჭირდება აუცილებლად რომ საერთო საქმის კეთება დავიწყოთ, რა და ამასაც ვამზადებთ. თქვენ ნახავთ ძალიან ბევრ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ გადავდგავთ, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ყველა ჯგუფი იყოს ჩართული. ნახეთ რა ხდება, ჩვენ მხარეს არის გაცილებით დიდი ძალა. გაცილებით მეტნი ვარ. ყველა საზოგადო მოღვაწე, საზოგადოებისთვის მისაღები დასაფასებელი ადამიანი იქნება ეს პროფესორ მასწავლებელი იქნება ეს სიტყვა ვთქვათ ხელოვანი თუ ასე შემდეგ ყველა არის აქ ხო მაგრამ რა სადა გვაქვს ჩვენ თავარი პრობლემა რომ ეს ძალები არის გაფანტული ამიტომ ამ ძალების გაერთიანება კონსოლიდაცია საერთო საქმეში არის ამოცანა რომელიც ჩვენ უნდა ამოვხსნათ უახლოეს მომავალში რაც დააჩქარებს არა მხოლოდ არჩევნების დანიშვნას არამედ მოიყვანს დიდ გამარჯვებას ამ ძალებში ვის გულისხმობთ გიორგი აი მათ შორის გულისხმობთ ოპოზიცია და პროტესტი პოლიტიკოსი ხელოვანი რა ვიცი სპორტსმენი ექიმი მასწავლებელი რა სულ ყველა აბსოლუტურად ჩვენ ყველანი ვისაც გვინდა ვიცხოვროთ ნორმალურ საქართველოში ხო აი კითხვას რომ დავსვათ ჩვენ ხო ყველა ვიცით როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება რა მე მინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვრო სადაც რომელიც არის ევროკავშირის წევრი და დაცულია, რომელსაც არის ევროპული ეკონომიკა და შემოსავლიანი ოჯახებია. მე მინდა საქართველოს, სადაც ემიგრანტები უკან ბრუნდებიან. მე მინდა საქართველოს, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია. საქართველოს მინდა, სადაც პოლიციელი ადამიანს კი არ სცემს, არამედ მისი
უსაფრთხოების გარანტორია. მე მინდა საქართველოს სადაც მოსამართლე პოლიტიკურ დავალებებს არიგებს და არასრულებს. მე მინდა საქართველოს, რომელიც უსაფრთხოა და რეგიონის ლიდერი სახელმწიფოა. ხო და რის გაკეთებას აპირებთ, რის გაკეთებას გეგმავთ, ვისთან ერთად გეგმავთ? ანუ თქვენ თქვით რომ უახლოეს არ გესმით ჩემ? ერთად კი მესმის ემო და ყველასთან ერთად გეგმავთ ამას და ნელ-ნელა ხო აი დღეს ქონდა დიპლომატებთან შეხვედრა, ხვალ კიდე სხვა შეხვედრები გვაქვს ზეგს, სხვა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობ. ნელ-ნელა ეს აქსელერაცია მოხდება, ანუ აჩქარება მოხდება ამ პროცესის და ეს გარდაიქმნება საერთო დიდ საქმეში, რომელიც მოგვიტანს კონსოლიდაციას გაფანტული ძალების, დაგვარწმუნებს, რომ ჩვენ ვართ მეტნი, გაგვამზადებს, მოგვამზადებს არჩევნებისთვის და მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას. აი, ასე რომ წარმოვიდგინოთ. ანუ როგორც ჩანს, სწორედ ეს ითქვა, ხო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვიცით, რომ ევროკავშირის ელჩიც ესწრებოდა, რომ ის რაც ამ პროცესს ქვეყნის შიგნით აკლია, არის მეტი, ასე ვთქვათ, კონსოლიდაცია მათ შორის პოლიტიკურ ძალებს შორის, იმიტომ რომ ეს ხომ ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს, ხომ, იგივე წინააღმდეგობის პლატფორმაზე წარმოქმნილი წინააღმდეგობები ადგილობრივ არჩევნებთან მონაწილეობის საკითხზე თუ საგამოძიებო კომისიაში თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით. ანუ ეს პრობლემები ხო არსად არ წასულა, გიორგი, ანუ ჯერ კიდევ არის დღის წესრიგში. არა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი, მოდი ესე ვთქვი, ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს, მაგრამ საბოლოოდ ამ ყველაფერს აღმოფხვის საერთო დიდი საქმის კეთება. რომელსაც ჩვენ აუცილებლად წამოვიწყებთ, სადაც ჩვენს ყველანი ვიპოვით ჩვენს ადგილს, რომელიც გააერთიანებს პოზიტიურად იმ გაფანტულ ენერგიას, რომელიც არის კონსოლიდაციას მოახდენს ამ ძალების, ჩავჭიდებთ ერთმანეთს ხელს და მოვიპოვებთ დიდ გამარჯვებას. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ პირდაპირ გეტყვით განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ძიმე რეალობაში ვართ, მაგრამ როგორ არის იცით, რომ ეს ზამბარა იწელება და ძალიან მალე გაწყდება და დამძიმედ დამთავრდება რუსი ივანიშვილის ქართული ოცნებისთვის ეს ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს აქვს ძალიან კაფიო არჩევანი ემა. ერთ მხარეს არის ძლიერ ევროპასთან, ძლიერ ამერიკასთან ერთად ყოფნა და დაცულობა, მეორე მხარეს მარტო დარჩენა მტრის საჯიჯგნად, ხო? ძლიერი ევროპის, ძლიერი ამერიკის გარეშე. ერთ მხარეს არის ძლიერი ევროპული შემოსავლიანი საქართველოს მოქალაქე, მეორე მხარეს არის უკიდურესი სიღარიბე და გაჭირვება, ხო? ერთ მხარეს არის კანონის წინაშე დანასწორობა, დაცული ადამიანი, როდის უფრო დაცულები ვართ, როცა ევროკავშირის წევრები ვართ და იმ ნორმებით მართავთ ქვეყანას, მეორე მხარეს არის აი ესე პოლიციელი, რომელიც ცემს ადამიანს, მოსამართლე, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს და რა ვიცი სამინისტროებში მოკალათებული ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ფულს აკეთებენ. ძალიან კაფიო არჩევანის წინაშე ვდგავართ ახლა ჩვენ და აი ეს არჩევანი, აი ეს ზღვარი არის, აი ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. კიდე ერთხელ ხას უსვავ და ეს ბევრჯერ უნდა გავიმეოროთ და ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ბულწბულად გვინდა ეს ქვეყანა იყოს დაცული. თუნდაც იქ რაღაცა ხალხის დაშინება ომით, ნამდვილად არ არის ხელისუფლების საქმე და ხელისუფლება, რომელიც ხალხს აშინებს ომის რიტორიკით, ხო? ის ხელისუფლება არაფრის ღირსი არ არის და მხარდამჭერის ღირსი არ არის. და აქვე კითხვა დავსვათ, როდის უფრო დაცული იქნება საქართველოს ძლიერ ევროპასთან და ძლიერ ამერიკასთან ერთად თუ მარტო რო იქნება დარჩენილი ნადგარეში, ხო? ამიტომ ჩვენი არჩევანი ეს არის, ჩვენ მარტო ევროკავშირზე არ აღვადგენს და ჩვენი გზა არის სტრატეგიული ღრმა პარტნიორობა ძლიერ ამერიკასთან, დიახ, ძლიერ ტრამპთან, რომელიც ჩამოდიოდა ამ ქვეყანაში და ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და შემთხვევითი არ არის, რომ თავს იკავებს ამდენი ხანი განცხადებისგან. იმიტომ რომ სახელმწიფო დეპარტამენტში დარწმუნებული ვარ, ზუსტად ეს მკაფიო გზავნილი მიიღო ქართული ოცნების წარმომადგენელმა და ძალიან კარგია, რომ რუსი ივანიშვილის წარმომადგენელი ჩავიდა და თავისი ყურით მოისმია და რუსი ივანიშვილს და მის ქართულ ოცნებას ჩამოუტანა გზავნილი, რომ ახალი არჩევნები ამ ასე ვთქვათ, რუსული ყაიდის კანონების გაუქმება და დემოკრატიის ხსვლა, აი ეს არის მოთხოვნები, რაც დგას მესმის გიორგი, მაგრამ თუ თავშეკავებაზეა საუბარი, მაშინ გამოდის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გარკვეულწილად თავს იკავებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადოს ოპოზიციას, არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილს, რისი მაგალითიც არის მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირი. მე ისევ იმ საკითხს მინდა დავბრუნდეთ. აქსელერაცია მოხდება იქეთ კვირაში, მეგობარი აქტის გატანა მოხდება სენატში, ახლა გავიგეთ ეს ინფორმაცია და ძალიან დაჩქარდება პროცესი.
არის საკითხები უკრაინის თემა, სხვა თემებია, რომლის ასე ვთქვათ, ახლა აბსოლუტურად ობიექტური გარემოებების გამო არის გაცილებით დიდი აქცენტი, ზოგადად ადმინისტრაციების ფორმირებას ახასიათებს ეს ყველაფერი, ეს გასაგებია, მაგრამ მე ერთ რამის შემდგა დავამშვიდო საზოგადოება, რომ ჩვენ ძლიერი ამერიკა არ მიგვატოვებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი. ახლა საქმე არის ჩვენი საქმე, რაც არის საშინაო დავალება, ეს არის მეტი კონსოლიდაცია. აი ამ კუთხით ხო და ეს მითხარით, გიორგი, არ მეუბნებით, აი რაში უნდა გამოიხატოს მეტი კონსოლიდაცია. იგივე აი ეს პროცესები რომ დაჩქარდეს, ხო, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და დაჩქარდეს, დავასრულებ რა ძალიან გთხოვთ. დაჩქარდეს სწორედ ოპოზიციის სასიკეთოდ აუცილებელია და ამაზე ბევრი საუბრობს ხმამაღლა ღია და ასე ვთქვათ კონკრეტულად და ცალსახად რომ ოპოზიციამაც უნდა შეძლოს და აჩვენოს საერთაშორისო პარტნიორებს და არა მარტო მათ ხალხსაც საქართველოში ხელისუფლების ძლიერი ალტერნატივა. ანუ ჩვენ როდესაც ამბობთ რომ ჩვენი საშინაო დავალება არის ერთმანეთთან მეტი კონსოლიდაციაო, აი კონკრეტულად შეგიძლიათ მითხრათ, აი ხა რაზე მუშაობთ რომ თქვენ შორის უფრო მეტი ეფექტური თანამშრომლობა შედგეს. ეს ერთად კონსოლიდირებულად წარბეკით დიპლომატიური კორპუსის წინაშე. ხვალ გვაქვს შემოყოლოდრიულ რეჟიმში მუშაობ. მორიგი შეხვედრა, ორშაბათს ხვდებით. ვისთან გაქვთ ხვალ შეხვედრა? გითხარით გიორგი, რას გვეხა ვის უმალავთ? ამ ხალხს უმალავთ, ამ მომრჩეველს უმალავთ? თან ერთად ამ პლატფორმის ყოველდღე ჩვენ ყოველდღე ხვდებით ემო. ყოველ დღე გვაქვს შეხვედრა. ყოველ დღე გეგმავთ ის პრესკონფერენციები სალომე ზურაბიშვილი გვაკეთებს, ეს არის ყველას ერთად გავლილი მესიჯები, რომელსაც ის აკეთებს. ორშაბათს თუ სამშაბათს ხვდებით ასევე საპროტესტო ჯგუფებს, რომელთანაც ასევე მსჯელობა გვექნება. ინდივიდუალურად გვაქვს ამოცანები განაწილებული, როგორ ვიმუშაოთ სხვადასხვა ჯგუფებთან, რომ ეს კონსოლიდაცია საყოველთაო იყოს და არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, ეხლა ამას მათ შორის პროტესტის ნაწილშიც გიორგი, აი როდესაც ამბობთ რომ მეტი ერთიანობა, მეტი ორგანიზება, მეტი გაბედულებაო, ხო, ბუნებრივია ჩდება შეკითხვა რომ გაბედულება და ასე ვთქვათ, ორგანიზება და ერთიანობა ჩვენ რომ ვნახეთ მაგალითად გასული წლის დეკემბრის აქციებზე, აი ამაზე მეტი განა რა უნდა ვნახოთ? ამის წინაშე არ დაუხევია მაშინ ქართულ ოცნებას. არა, გეტყვით ღიად მან მთავარი პრობლემა რა არის და მე ვფიქრობ რომ ეს საზოგადოებამ გაიაზრა. ნებისმიერ დიდ აქციას ჭირდება ასე ვთქვათ მეთაურები რა, ასე ვთქვათ ადამიანები, რომელსაც აქვს ნდობა, ნდობის მანდატი ამ აქციაზე მოსული დიდძალი რაოდენობის ადამიანების მხრიდან, რომ ეს ენერგია მიმართო გამარჯვებისკენ. თუ ეს არ არის, მაშინ იფანტება ხოლმე ეს ენერგია, ხო? მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი პოლიტიკოსები არ გვინდა აღჭირდება, მე ვფიქრობ, რომ მოკვდა ეს საკითხი და ეს საკითხი აღარ არის, იმიტომ რომ ყველა აქტიური ადამიანი ხედავს, რომ პოლიტიკური პროცესის გარეშე შედეგზე გაყვანა კონკრეტული პროტესტის და აქციის არის შეუძლებელი. მე თქვენს ეთერშიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გვაქვს წარსულის გამოცდილება. ანუ მეთაური სჭირდება, პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ ამ პროტესტის მეთაურის ფუნქცია? არა, ერთი წამით რა, არა, პროტესტის მეთაურობა არ უნდა აიღონ. მე გეუბნებით, რომ საერთო პროცესში არის პროტესტიც, არის სხვა საქმეებიც, ბევრი საგარეო, საშინაო, რეგიონები, ბევრი საკითხებია, ხო? ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, კონსოლიდაცია ერთ დიდ გამარჯვების, ასე ვთქვათ, საქმეში, ხო, უნდა მოახდინონ პოლიტიკოსები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში პოლიტიკა, აბა პოლიტიკური კრიზისი გვაქვს ჩვენ საქართველოში. დიახ, ხმა პოლიტიკური კრიზისი არის იმის გამო, რომ რუსი ივანიშვილის პარტიამ გააყალბა არჩევნები, გადაწერა შედეგები და მე გამოაცხადა, რომ აღარ მივდივარ ევროპისკენ და იღებს რუსული ყაიდის კანონებს. ხო, თავიდან ბოლომდე შეხედეთ, ყველა რუსული ყაიდის არის აბსოლუტურად გადმოყირებული აქვს ერთ-ერთი ყველა კანონი, ხო? აუქმებს სამოქალაქო სექტორს, აუქმებს დამოუკიდებელ მედიას, აუქმებს პოლიტიკურ პარტიებს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ამას მხოლოდ პოლიტიკური პროცესი დაუპირისპირდა. ეხლა ჩვენ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ასევე გასავლელი. მე ხა ექსპერტომანია, ანუ რაღაცა ექსპერტების კატეგორია, რომელიც პოლიტიკოსების ლანძღვა, დინება, მათი მთავარი, ასე ვთქვათ, საქმიანობა. ეს არის პირდაპირ ქართული ოცნების პროპაგანდის გავლენა მათზე. მე ვფიქრობ, რომ უფრო ასე ვთქვათ, გაუაზრებლად აკეთებენ ამას, იმიტომ რომ ნამდვილად ვერ დავაბრალებ ახლა ყველას, რომ შეკრულები არიან ახლა ქართულ ოცნებასთან, მაგრამ ნებით უუნებლიეთ გაუაზრებლად ამას აკეთებენ. რატო აკეთებს ამის
პროვოცირებას ქართული ოცნება, რომ სწორედ პოლიტიკურმა, ასე ვთქვათ, აქტორებმა ვერ მოახდინონ ამ დიდი ენერგიის აკუმულაცია და გამარჯვებაში გადათარგმნა. უთავო მხედრით ვერ მიაღწევ შენ გამარჯვებას, მაგრამ მხედარი თავიანი ჩემს ხა ერთ თავს კი არ გულისხმობ, მე გულისხმობ სწორედ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც უნდა მიმართოს. გამოცდილება ვნახოთ 20 ივნისი. ზუსტად პოლიტიკოსების ჩართულობის გამო მეორე დღეს კობახიძე გადადგა თანამდებობიდან, გავრილოვი გააგდეს ქვეყნიდან. ხო, თვითონ ქართულმა ოცნებამ გაგდო და ეს მოხდა, იმიტომ რომ ეს ხო პოლიტიკური პროცესი. რუსული კანონი პირველი, ხო? თქვენი მონამორჩილი, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად გამოვაცხადეთ მშვიდობიანი ალყა, ავიღეთ პროცესის მართვა ხელში, წაიღეს უკან კანონი. პრობლემა სად იყო? მეორე დღეს გაგრძელება ბრძოლის საჭირო და არა ყბობა მხოლოდ იმით, რომ კანონი გაიტანეს უკან. ხო, ახლა რომ გამოვიდნენ თქვენ, რომ ამ რუსული ყაიდის კანონებს ყველაფერს ვაუქმებთ. დაგაკმაყოფილებთ თქვენ, ება ესა? დაგაკმაყოფილებთ? მე არ დამაკმაყოფილებ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ აი რომ დავასრულოთ, ბატონო გიორგი, რომ დავასრულოთ, იმიტომ რომ სტუმრები შემოგვიერთდნენ უკვე სტუდიაში, თქვენ ამბობთ, რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესი პოლიტიკოსების გარეშე გავს უთავო მხედარს, რომლის ასე ვთქვათ, წარმატება არის ბუნდოვანი. ბუნდოვანია და ძალიან რთო არ არსებობს წარმატება ასეთ. თუ არ მოხდა კონსოლ, თუ არ მოხდა პოლიტიკურ გამარჯვებაში ყველაფრის გადათარგმნა, ხო? მაშინ არის იმედგაცრუება. იმედგაცრუებები გამოიწვია აქციებმა, სადაც პოლიტიკოსებთან მიმართებაში წინასარძოგმა ხელოვნურად შემოიტანა ეს თემა. მერე ვიღაც ახლა პოლიტიკოსები არ მინდა. გახსოვთ, ხო? მაგრამ მე მგონი, რომ დღეს უკვე ყველამ დავინახეთ, რომ არ შეიძლება, შეუძლებელია. მოწონებაზე ხო არ არის კაცო, ვიღაცა ან მოგწონს ან არ მოგწონს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა გამარჯვება, თუ ჩვენ გვინდა ძლიერ ევროპასთან და ძლიერ ამერიკასთან ახლო მეგობრობა, ევროკავშირის წევრობა და განვითარება, ასია ეს გზა, სხვანაირად არ გამოდის და არ ყოფილა შედეგი პოლიტიკოსების გარეშე, ვერ მიიღწევა. კიდევ ერთხელ, ამიტომ ამაზე ყველა უნდა ჩამოყალიბდეთ და წინ წავიდეთ. მადლობა გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ივაჭყონია, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ირაკლი, თქვენგან დავიწყებ ამ შემთხვევაში, ძალიან საინტერესოა ამ პროცესში თქვენ სათხართ გულისხმობ წინააღმდეგობის პლატფორმისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც ერთ-ერთი მთავარი გზავნილი საშინაო დავალებაც კი უწოდა ამას გიორგი ვაშაძემ, რომ მიიღო ოპოზიციამ მეტი კონსოლიდაცია ერთმანეთთან, კონსოლიდაცია მათ შორის არჩევნებისთვის სამზადისში და მათ შორის არჩევნების მეორე დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის. სათხს არის ამ პროცესში ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ ბოლო განცხადება, რაც მახსოვს, თქვენი თავმჯდომარის იყო ის, რომ თქვენ ტოვებდით წინააღმდეგობის პლატფორმას. ჩვენ გვქონდა ძალიან მარტივი პოზიცია, როცა საუბარი იყო კონკრეტულ უთანხმოებებზე, მათ შორის იმაზე, რომ ჩვენ ვიყავთ ლობისტები ბოლო წლების მანძილზე ერთიანობის და ერთიანობას უწოდეს შემოგდებული თემა და ისაუბრეს კოორდინაციაზე, კოორდინაციით ისედაც კოორდინირებთ და ისედაც გვაქვს შეხვედრები და ისედაც გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა საკითხები განიხილება, ამ პრობლემა არც მომავალში იქნება შესაბამისად, თუ საუბარი იქნება ახლა მოხდა ამ სისტემის დემონტაჟი, კოალიციურ მმართველობაზე როცა დაიწყება საუბარი, ნაციონალურ მოძრაობას იქვე იქნება, ხო, იმიტომ რომ ამას ჩვენი ელექტორალური ბაზაც განაპირობებს. სამართლიანი და ობიექტურ არჩევნებში შესაბამისი შედეგიც განაპირობებს, რომელიც აუცილებლად დადგება ნაციონალურ მოძრაობის. იქნება რას ნიშნავს მითხარით? ანუ ჯერ ამ პროცესში თქვენ დღევანდელ შეხვედრაში ხვალ დაგეგმილია შეხვედრა, ორშაბათს კიდევ რაღაც შეხვედრა დაგეგმილი. ამ შეხვედრებში თქვენ მონაწილეობთ? წინააღმდეგობის პლატფორმის წევრი რახან არ ვართ, ვერ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს აქტიური ურთიერთობა. აუცილებლად თქვენც ნახავთ და მაყურებელიც ნახავდა ევროპის კავშირის ყველაზე დიდი პარტიის, სახალხო პარტიის კონგრესზე გამოვიდა თირდათით მოკუჩავა, მას ჰქონდა სააკაშვილის იყო მეწვეული სხვადასხვა სამგო. სააკაშვილის იყო საპატიოსტურად მოწვეული და მას ჰქონდა ურთიერთობა ამ ადამიანთან, რომელიც პოლიტიკურ ამბებს ხდიან ევროპაში, დასავლეთში, ამიტომ ჩვენ ხა დასავლეთთან კონტაქტები არ გვაკლია, არც დიპლომატიურ კორპუსთან კონტაქტები არ გვაკლია, კონკრეტულად კომუნიკაცია ანუ გაქვთ დასავლეთ პარტნიორებთან, მაგრამ ამ ფორმატში არ მონაწილეობთ. ამ ფორმატის წევრები არ ვართ ახლა საზოგადოებრივი ისიც თქვენც იცით ალბათ ხო ისედაც და ანუ არავის არაფერი დამალული, უბრალოდ როცა იქნება საჭიროება, მხოლოდ ამ ფორმატის წევრები არ შეხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ მათ მონოპოლიზირებული არ აქვთ და ვერ ექნებათ ახლა და სტრატეგია აღმოჩენილი თქვენი კოალიციის წევრი აღარ არის პარტნიორია, რომელიც მონაწილეობს ამ შეხვედრაში. კი, არსებობს სხვა კოალიციებში სხვა პოლიტიკური ძალები, რომელთაც აქვს თავის დღესასწაული ზოგი იღებს მონაწილეობას, ზოგი არ იღებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა არჩევნები
არჩევნები რახან მორჩა და ეს არჩევნები იყო სპეცოპერაცია, ამის შემდგომ რაც დადგა მოცემულობა, არა უნდა გავმარტო, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ძალები კონკრეტულ მომენტში გავერთიანდით, იმიტომ რომ ერთიანობას მივიჩნევთ მნიშვნელოვნად, თან ქონდა ძალიან ბევრი საერთო. აი იმის შემდგომ რაც მოხდა საქართველოში, უბრალოდ საარჩევნო დემოკრატია მოკლეს, საარჩევნო პროცესი ქვეყანაში მოკლეს, გადავედით აბსოლუტურად სხვა ფაზაში, სადაც ყველა მოქმედებთ როგორც პარტნიორები მათ შორის, მაგრამ გვაქვს ჩვენი დღის ეს რიგი, ალბათ არაფერი გასაკუთრებული და გამორჩეული არ მოხდა რა. სტრატეგია აღმოჩნდება თავის ლიკვიდაციის შესახებ არ გამოცხადებია, ამიტომაც რა თქმა უნდა არ არის განაკლისს რომ ისინი თქვათ იღებენ არ არის გასაკვირი რომ იღებენ მონაწილეობას, ეს რაღაცა ჩვენ პრინციპული საკითხი კი არ არის და წყალგამყოფი, უბრალოდ ჩვენ ხონდა რაღაც საკითხები, რის გამოც წინააღმდეგობის პლატფორმასთან პირდაპირ კომუნიკაცია უბრალოდ არ იქნება ჩვენ თქვა პატრონსის აქციები. არ თქვენი კოალიცია არ დაუტოვებიათ შესაბამისად, ხო? ხო, არა, ისე რა კოალიციების დატოვებას და ზოგადად ამ პარტიულ საკითხებზე როცა ვაკეთებთ აქციებს, უბრალოდ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ თუნდაც რა ანგარიში რა იყო Freedom House-ის ნათქვამი, რომ საქართველოს საარჩევნო დემოკრატია აღარ არის. ანუ პარტიული პროცესი დროებით არის ანულირებული ამ ქვეყანაში. ამიტომ ეს გავიგე, მაგრამ კოალიციები არსებობს თუ არ არსებობს, ამაში ცოტა აბირიეთ ჟურნალისტები, იმიტომ რომ რამდენიმე თვეა უკვე ისინიც მათ შორის ჩვენთან წარმოდგენილი არიან, ჩვენს ეთერში მაყურებლისთვის წარმოდგენილი არიან როგორც პარტიების ლიდერები და არა კოალიციის ლიდერები. ამიტომ ვითხოვთ ასე დაზუსტებას. მაშინ ესე პასუხს გაგცემთ ამ კითხვაზე, თუ ესეთ კითხვა გაქვთ, ასეთ კითხვას გაგცემთ იმ მომენტამდე, სანამ პარტიული ცხოვრება დაბრუნდება ქვეყანაში, მანამდე რა თქმა უნდა პირველ რიგში ვართ ჩვენი პარტიების წარმომადგენლები. კოალიციური პარტნიორი ნიშნავს იმას, რომ ადამიანთან უფრო მეტი გაქვს საერთოდ, უფრო მეტი გაქვს კონტაქტი. თუნდაც მე ჩემს შემთხვევაში ასე გახვალ პირადად მარტივად რო გითხრათ. დაიშალა ეს კოალიცია. არა, ხო და ამას მომამ ჯერ ამაზე საუბარი არ არის მეთქი, იმიტომ რომ პარტიული პროცესი როცა დაბრუნდება, საარჩევნო პროცესი როცა დაბრუნდება ქვეყანაში, მე მოვილაპარაკებ და მივიღებ განყოფილებას და მანამდე უბრალოდ ახლა ამ თემაზე საუბარი არ აინტერესებს, ხო? პოლიტიკური ტყვეები ყავს, რომელიც არის გამოსაყვანელი და ქვეყანაში დემოკრატია არის გადასარჩენილი და ახლა ყველა ჩვენი დღის ეს რიგით მოქმედებთ. მათ შორის წინააღმდეგობის გზით. ივას მინდა ვკითხო კოალიცია ცვლილებების ლიდერს, ასეთი კოალიცია ცვლილებისთვის. ცვლილებისთვის კი ბატონო. პირიქით მე ბოდიში ასე ვთქვათ. არა, იმიტომ რომ ძირითადად 90% ეშლება ხოლმე და ეს კოალიცია ცვლილებისთვის. ანუ თქვენი კოალიცია ჯერ კიდევ არის, იმიტომ რომ დროას ლიდერი ვნახეთ. კოალიცია უცვლელად იქნება. დროას ლიდერი ვნახეთ ამ შეხვედრაზე, ანუ თქვენ სათხართ ამ პროცესში მონაწილეობთ წინააღმდეგობის პლატფორმის ასე ვთქვათ ეგიდით დაგეგმილ შეხვედრებში და ამ პროცესში თუ თქვენს რაღაცა ცალკე განყენებული პოზიცია გექნებათ და საჭიროების შემთხვევაში გექნებათ გარკვეული ასე ვთქვათ კოორდინაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. არა, ნუ რა თქმა უნდა, ხა ჩვენ რომ მონაწილეობთ ეს ცალსახაა და ჩვენი კოალიციის ლიდერებმა ამასთან დაკავშირებით ცალსახად განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო რაღაც 100-თა სხვადასხვაობა და რა თქმა უნდა, ხა ცალსახად ჩვენი კოალიცია ემიჯნებოდა რაიმე ტიპის საუბარს და კითხვის ნიშნებსაც კი ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენი კოალიციისთვის, რა თქმა უნდა, სრული 100%-ისთვის ოღონდეს ხმამაღლა მინდა ვთქვა, ჩვენ კოალიციაში არიან, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ რაღაც გარკვეული სხდომები გვაქვს ხოლმე პარტიული, ამასთან დაკავშირებით ველობთ, ცალსახად ვემიჯნებით ზოგადად საუბარსაც კი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხა თუ თვითმმართველობის არჩევნებში იღებ მონაწილეობას, მაშინ ლოგიკურად კითხვა ჩდება, რომ რა დააშავა საპარლამენტო არჩევნებმა და რატო არ ვაღიარეთ და რატო არ შევედით, ხო ხა, იმიტომ რომ იგივე თქვათ თუ საარჩევნო კომისია თუ ვინც არის CSKO რა ხალხითაც არის დაკომპლექტებული ჩაატარებენ საერთოდ აზრი არ აქვს იგივე ანუ ჩვენ როდესაც საუბრობთ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ახალი არჩევნები პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს იმას რომ უნდა შეიცვალოს CSKO თავიდან ბოლომდე უნდა დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი ადამიანები წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი არჩევნების ჩატარებასაც აზრი არ აქვს მე დარწმუნებული ვარ იმასთან დაკავშირებით რომ აუცილებლად იძულებული იქნება დღევანდელი მართველ პარტიას დავარქმევდი მე ქართული ოცნება რომელიც დღეს არალეგიტიმურად არის რა თქმა უნდა პარლამენტში წარმოდგენილი რომ ჩანიშნოს არჩევნები და რა თქმა უნდა მათთვის ეხა ახალი არჩევნების ჩანიშვნა იგივე CSKO-თი რომელიც დღეს არის წარმოდგენილი იქნება ბენეფიტი და შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მიიღონ თქვათ დღეს რა ტემპითაც ვიხმარ ჟარგონულ სიტყვას მიერეკებიან ამიტომ თუ ეს ცვლილება ფუნდამენტალურად არ მოხდა რა თქმა უნდა ხა რო გადმოგვიგდონო პოლიტპატიმრებს გავანთავისუფლებთ კი ბატონო, კაი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება, მაგრამ ის ადამიანები, ვინც არიან დღეს 60-მდე ადამიანი პოლიტპატიმარი, რო გამოვლენ, რო ამ ბრძოლის გამო გარკვეული თვეების გატარება მოუწიათ საპყრობილეში საკმაოდ რთულ ვითარებაში, იმიტომ რომ საბას ხვიტარიძის პროცესზე ვიყავი და ეს იყო სრულიად კოშმარი, რაც მოვისმინე, ანუ რა ყოფაშიც უწევდა მას ყოფნა ზოგადად
ამის შემდეგ მათ რა უნდა უთხრათ, რომ აი თქვენ იყავით იმიტომ, რომ არაფრის გამო, ამიტომ თუ აქ არ შეიცვალა ძირეულად ეს ერთმანეთთან შეესაბამება ჯაჭვი. ხო, ადგილობრივ არჩევნებს, მაგრამ რჩებით წინააღმდეგობის პლატფორმის ძალიან მნიშვნელოვანია. და მზად ხართ მათ შორის ერთმანეთთან ითანამშრომლოთ არა მხოლოდ ახალი არჩევნებისთვის მოსამზადებლად, არამედ მეორე დღისთვის, როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა და მეორე დღისთვის სამზადისი გულისხმობს კოალიციური მთავრობისთვის, ასე ვთქვათ, გვაქვს ამბიცია მოვამზადოთ კოალიციური მთავრობა. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, ყველა ოპოზიციური პარტია თითქმის ჩვენ მაგრამ მას შემდეგ მოცემულობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა პარტიას წარმოვადგენთ, მიუხედავად ამის, ჩვენ ერთმანეთს მეგობრები ვართ, კაცო, აქ არიან ამ სხვადასხვა პარტიებში არიან ადამიანები, რომლებსაც წლებიან მაგრამ მეგობრობა არის საკმარისი მთავრობის ფორმირებისთვის? არა, ნუ რა თქმა უნდა, რა ჩვენ ერთმანეთთან ჩვენ ერთმანეთთან საუბარი არ გვიჭირს, დამერწმუნეთ, ჩვენ ერთმანეთთან საუბარი არ გვიჭირს, უბრალოდ არაორდინალური სიტუაციაა და როგორ ფიქრობთ, ეხა ვიღაცა რომ ეხა ჩვენ ერთად დავждეთ და დაიწყო, რა თქმა უნდა, სხვა გეგმებსაც პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცას გაშიფრავენ. ამიტომ რაღაცა კულისებში რო გადავიდა გარკვეული დროით ოპოზიციური პარტიები და რაღაც წინა ფლანგზე დღეს არ ჩანან არავის არ ეგონოს რომ საქმეს არ ვაკეთებ. დამერწმუნეთ რომ ელვისებული სისწრაფით თუ მოდის სანქციების პაკეტი და თუ მოდის ესეთი მაღალი ზეწოლა, ეს არის უპრეცედენტო მსოფლიოში ესეთი სწრაფი მოქმედება უცხოელი პარტნიორების მხრიდან, რაც საქართველოსია, ნამდვილად არ ყოფილა. ამიტომ თქვათ რაღაც ის გულის ტკივილი რომ აი რას აკეთებენ ოპოზიციური პარტიები, რატო არ გამოდიან, გეტყვით რომ თითოეული ჩვენთაგანი პარტიის წევრები, ანუ გასაგებია ხა მთელი კოალიცია ყოველდღე რუსთაველზე და ყოველ საღამოს რა თქმა უნდა ვერ ვიქნებით, მაგრამ ანუ იქ დავდივართ რიგრიგობით, რა თქმა უნდა ყველა და ზოგადად იმ სიტუაციის მონაწილეები ვართ. რა თქმა უნდა და ყველა იმ პროცესებს, სადაც ჭირდებათ თანადგომა, ყოველთვის მათ გვერდით გავართ, რა თქმა უნდა, ეს იქნება მორალური იქნება თუ ასე შემდეგ ნებისმიერი, ასე რომ ყველა პარტია აბსოლუტურად განსაკუთრებით ახლა ჩვენი კოალიციის სახელით ვიტყვი, რომ ძალიან აქტიურად ვართ ჩართული კოალიციის შიგნით, პირდაპირ გეტყვით, რომ სხვადასხვა მიმართულებით ვარ დაყოფილი ადამიანები, მაგალითად თქვათ, იგივე ეკონომიკური მიმართულების ერთ-ერთ ხელმძღვანელი გახლავართ, მუშაობთ აქტიურად სხვადასხვა თემებზე, რა თქმა უნდა, ვამზადებთ სხვადასხვა პროექტზე, იმიტომ რომ გარდაუვალია უბრალოდ დღევანდელ სიტუაციაში რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში ამის ცვლილება არ მოხდეს ეს არის გარდაუვალი იმიტომ რომ ირანს აქ ნავთობი ძალიან მარტივად გეტყვით ბელორუსიას იმდენად განვითარებული აქვს თავის ქვეყნის შიდა პროდუქტი და ბელორუსია ფაქტიურად იმდენად შეზრდილი არის რუსეთზე რომ იქ პრობლემა ზოგადად არ ექნება ჩვენ ზოგადად მოწყვეტილი ვართ ორბიტას და ძალიან საინტერესო განცხადება გაკეთდა დღეს და მოითხოვეს ერთ-ერთი ბანკის SWIFT-დან გათიშვა. საქართველოს მე ქართულ ბანკზე არის. არჩევნებამდე საუბრობდი რომ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო დღესა შედეგსაც მივიღებდი და არჩევნებამდე ვაკეთებდი რომ ჩვენ ხალხო მე გრამე რომ ისე არ მოხდეს SWIFT-დან გაგვთიშავდნენ და ისე აგრეთვე ყველაფერი დაიწყეს საუბარი. საქართველოს SWIFT-დან რო გათიშონ მარტივ ენაზე შემეძლია აუხსნათ ჩვენ ძვირფას მოსახლეობას, როდესაც ჩვენი მოსახლეობის ალბათ მინიმუმ 15% წასული არის და რაღაცა გადმორიცხვებით ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეგალურად ჩვენ ქვეყანაში ფულს, ანუ გადმორიცხვით, ფულს საბანკო ტრანზაქციით ვერ მიიღებენ და ეს ხა რასაც ნიშნავს ძალიან კარგად მიხვდებიან ალბათ შავი ხვრელებით მოუწევთ და უბრალოდ იქ ყოფნაც მაგრამ რა თქმა უნდა სავიზო რეჟიმი თუ გავუხდა და free trade agreement-ი რაზეც ან პირდაპირ იქნება ერთმანეთს პროპორციულად მიწყობილი აქ იქნება სრული კოლაფსი. კეთილი, ირაკლის მინდა ვკითხო, ანუ უკვე ვხედავთ რომ თვათ ასე ბოლომდე არა, მაგრამ გარკვეული კონკრეტიკა ოპოზიციის გეგმებში წამოვიდა. აი გიორგი ვაშაძეს არ ვიცი თუ მოუსწარით გადაცემის ბოლოს ის საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია მომზადდეს ყველაფერი იმისთვის, რომ სწორედ პოლიტიკოსები ჩაუდგნენ პროცესს სათავეში, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი გავს უთავო მხედარს, რომლის ასე ვთქვათ, გამარჯვება ამ ბრძოლაში არის ძალიან ბუნდოვანი და კონკრეტული მაგალითები მოიყვანა, როდესაც ხელისუფლებას მოუხდა უკან დახევა 20 ივნისიდან დაწყებული სხვადასხვა ასე ვთქვათ
კანონების უკან წაღებით, როდესაც აი ამ პროცესს სათავეში სწორედ რომ პოლიტიკოსები ედგნენ ხომ? აი ივა საუბრობდა რომ კოალიციის შიგნით მიდის სამზადისი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს იმაზე რომ არსებობს ამბიცია აი ამ პლატფორმის ფარგლებში რომ ისინი მოემზადონ მომავალი კოალიციური მთავრობისთვის. აი ნაციონალურ მოძრაობას საკუთარ როლს თქვენ რისთვის ემზადებით? აი ამ პროცესში ხედავთ საკუთარ თავს და მზად ხართ ჩაერთოთ ამ პროცესში თუ შესაძლებელია რაღაცა თქვენი როგორც ამბობენ ხოლმე უყვართ თქმა თქვენი რაღაცა საშინაო დავალებები გაქვთ რომლის შესრულებასაც აპირებთ და რომლის შესახებაც ალბათ ფართო აუდიტორია ახლოს მომავალში გაიგებს. არა, აუდიტორია ჯერ ისეთი ბრძოლა მიმდინარეობს ძირითადად ორ ფრონტზე, რაც ყველასთვის ცნობილი არის, საგარეო და საშინაო ფრონტზე. ორივე მხარეს ნაციონალურ მოძრაობას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ასე ვიტყოდი, თავდაპირველად, იმიტომ რომ პირველად ვიტყოდი იმას, რომ თუნდაც დღეს მივიღე წერილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიისგან, რომელიც არის ჩვენი პარტიის წევრი, ანატოლი გიგაური, მეორე პარტიის წევრი, ასევე არის ამ პოლიტიკურ პარტიებთან ერთ-ერთი ადმინისტრაციული დაკავებული წესით, რომ განვიხილოთ ახლა პარტიულ თვალსაზრისით ჩვენც ასევე ყველა ამ მიმართულებით ვართ ერთ-ერთი ლიდერები რა ხდებოდებით, რომ წინამდებობის ავანგარდში ყოველთვის დგას ნაციონალურ მოძრაობა. ამის პრობლემა არ არის. არ ყოფილა არასოდეს პირიქით ნაციონალურ მოძრაობა რო იდგა, მაშინ არ იდგნენ სხვები. ჩვენ გავართ მუდმივად რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე, ყველაზე მეტ ტიტყვია ხდება, ყველაზე მეტ ადამიანს გვიკავებენ, ყველაზე მეტად გვიწევს ემიგრაციაში წასვლა, ყველაზე მეტ ადამიანს გვინარევს სისხლისმღერლებული დევნა. ეს არ შეიცვლება არც მომავალში. ბრძოლა, რაც ქუჩის ბრძოლა და წინააღმდეგობა და თავარი ინსტრუმენტი არის გავსი ტიპის რეჟიმების დემონტაჟის, აქ ვიქნებით ისევ წინა ხაზზე. ამაში არაფერი არ შეიცვლება. მეორე შეეხება საგარეო ფრონტზე, მეორე საგარეო ფრონტზე რაც შეეხება, ხა არ ვიცი როგორ თუნდაც დღეს ძალიან უშუალოდ სიახლე რაც იყო ქართულ ბანკის ბაჩორის შრიფტი და შესაძლო გათხოვებასთან დაკავშირებით ამ საკითხებზე პირდაპირ ქალბატონ თინამუქუჩავა და სხვა ადამიანები ესაუბრებოდნენ ჩვენს კოლეგებს, ახლა ავსაუბრობ მანდამეს იმას რომ პირდაპირ თქვენი დამსახურება. არა, ჩვენ დამსახურება არ გახავთ, უბრალოდ ჩვენ იმას ვამბობთ, რომ საგარეო თემაში როცა მიდის ამ თემებზე განხილვა საუბარი ხოლმე, ამ ყოველთვის ეპიცენტრში მოვლენების არიან ხოლმე ნაციონალურ მოძრაობის წევრები, არ ვიცი, ნახავდით იქ იყო ქალბატონი მეცოლა, ქალბატონი ფონდელაიანი, რომლებიც არიან უბრალოდ ხელმძღვანელი პირები ევროკავშირის და იქ იყო ნაციონალურ მოძრაობას, ანუ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს პრობლემა არც დიპლომატიური კორპუსის, არც საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის და არც ქუჩის წინამდებობაში მოძრაობას მერგებს. ამიტომ გადავიდეთ, გეკითხებით პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. ხო, ხიც ვაკეთებ და გადავიდეთ. აქედან გამომდინარე, როცა ვსაუბრობთ ჩვენ რა გვიხდება როლი, ეს როლი გვექნება, ხოლო როდესაც იქნება საჭიროება კოალიციური მთავრობის ფორმირების, ან სხვა საკითხებზე ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციის, იუამ ძალიან სრულად აღნიშნა, ამის პრობლემა საერთოდ არ გვაქვს. არც კომუნიკაციის პრობლემა აქვს, არც კოორდინაციის პრობლემაა. ის რომ პლატფორმის წევრი არ ხარ, იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან გაირიცხე და აღარ იგებ მონაწილეობას ამ ყველა პროცესში, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს ახლა არასწორად იქნება საკითხის დასმა. ხა არ ვიცი, ხა ლაშა ჩხარტიშვილი ყველაზე აქტიური გახდა ქუჩის გადაკეტვის დროს ხოლმე ლეიბორისტული პარტიის სხვადასხვა წევრები ასევე ყოველდღიურად იღებენ მონაწილეობას და ლეიბორისტული პარტიაც იბრძვის და რა ლეიბორისტული პარტია აღარ უნდა გადაუხმოთ ასა. მოდი დავასრულოთ. თქვენ მზად ხართ ითანამშრომლობთ. ხოლოდ საუბარი ამიტომაც ვიძახი. ამ წინანდობის პლატფორმის წევრობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ იმ გემში, რომელიც არის ქართული დემოკრატიის გემი და თუ იმ გემზე ვერ ახვედი, ვეღარ იქნები ამ ქართული დემოკრატიის შენებლობის პროცესის მონაწილე. რა შეეხება მიზეზებს რატომაც არ ვარ? სამზადისი კოალიციური მთავრობისთვის. აი როგორ თქვენ როგორ წარმოვიდგენიათ? ანუ რა ეტაპზე შეიძლება თქვენ ამაზე საუბარი? ნადრევია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ არ ვიცი ხა ჯერ უნდა გადახდე და ხო მე უნდა დაიძახო, როცა ვსაუბრობ ჩვენ ახლა არჩევნებზე არ არის ჩანიშნული და ეს ხალხი ყოველდღიურად ტერორს ახორციელებს და ჩემ ფოტოშოპის ერთ თანამებრძოლს, ჩვენ ყოველს თანამებრძოლს ახლა ჩვენ პარტიისები რა გახდეს ადამიანები სამხალხო საზოგადოების წარმომადგენელი თუნდაც ახლა მარია მარჯელიძის შეუვარდნენ ადამიანს, რომელიც 7 თვის ორსული იყო და 7 წლის ბავშვი ყავდა მას თავისთან ერთად და აი ამ ყველა ადამიანურ, ასე ვთქვათ, ტრაგედიას კი არა, პირდაპირ ვიტყოდი, ხო? აი ამ ადამიანის გამეტებას, ხო, მორალური სიკვდილისთვის, როგორც მინიმუმ, ხო? მისი ოჯახის წევრების გამეტებას. ვადებით ყოველდღიურად აგვიყვება, ხა ჩვენი დღის წესრიგის თავი თემა რო იყოს, ხა კოალიციური მთავრობაზე საუბარი უბრალოდ არ იქნება ადეკვატური ჩემი აზრით. ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში მაშინ, როდესაც მოხდება სისტემის დემონტაჟი. მანამდე მონახაზებზე თანახმად ისედაც ვიქნებით, ხა არ მგონია საზოგადოებაში იმის კითხვის ნიშნები ჩანდეს, რომ სისტემის დემონტაჟი თუ მოხდა, ხა ჩვენ ერთმანეთს დავკლავთ და ვერ მოვახერხებთ. რატომ ფიქრობთ, რომ არ შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა? მე მაგალითად მექნებოდა შეკითხვა, როგორ შეიძლება თქვენ განიხილავდეთ თანამშრომლობის პერსპექტივას კოალიციური მთავრობაში, თუნდაც არ დავკონკრეტდები იმ პარტიებთან, რომლებისგანაც ვერ მიიღეთ მხარდაჭერა
მაშინ, როდესაც ქართული ოცნება თქვენს პარტიას კონსტიტუციის საშუალებით, არაკონსტიტუციურად გამოცხადებით ემუქრებოდა. როგორ შეიძლება თქვენ განიხილოთ თანამშრომლობა, პოლიტიკური თანამშრომლობა მჭიდრო, იგივე სალომე ზურაბიშვილთან, რომელსაც ისტორიული პასუხისმგებლობა დააკისრეთ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა. არ ვიცი, როგორ შეიძლება თქვენ ითანამშრომლოთ გიორგი გახარიასთან, რომლის პოლიტიკური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ქართული ოცნება უდრის ნაციონალურ მოძრაობას. აი, არის ეს შეკითხვები? კი ბატონო, ჩვენი მხრიდან არ უნდა იყოს ეს კითხვები დასმული, რომ ჩვენ ვიყავით მზად, რომ ამ ყველა კითხვაზე მარტივ პასუხი გაგვეცათ. ჩვენ ვიყავით მზად სრული ერთიანობისთვის, ჩვენს ნომერზე ვამბობდით უარს იმ ხვედრით წილზე, რომელიც ნებისმიერი სოციალური კვლევით დაადასტურდებოდა, რომ უნდა ქონოდა კოალიციურ მთავრობაში, იმაზეც უარს ვამბობდით. ანუ ყველაფერზე ფაქტობრივად უარს ვამბობდით. სრული ერთიანობის გამო. ანუ ნაციონალურ მოძრაობამ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. მე შემოგდებული თემა უწოდეს ერთიანობას და თქვენს რომ კოორდინაცია უნდა ქონდეს და კი ბატონო, კოორდინაცია ისედაც გვაქვს ერთმანეთთან და ერთიანობა თუ შემოგდებული თემა იყო და არ იყო საჭირო და არ იყო აუცილებელი მათივე სიტყვებით, ანუ არ შედგა ხო? ამიტომაც ჩვენ ყველაფერი ვქენით, თავიდანვე ყველაფერი ვქენით, თავიდანვე ვიძახდით რომ ერთიანობა იყო აუცილებელი, რომ ზოგიერთს არ ეგონდა ხა. ჩემთან ერთად რაღაცებებში ხდება ზოგიერთი ჩემი კოლეგები და იძახდნენ რომ ხა ეგეთი ტრაგიკულის არ გახავთ და ხა 2024 წელს არჩევნებს არ ამიჭებდნენ ესეთ ეგზისტენციალურ მნიშვნელობას. ამდენი არჩევნები ყოფილა და ეს მადადებს ხო რუსები იყვნენ, ვერ ხვდებოდა ეს ხალხი, რამდენად ისტორიული მომენტი იყო, როგორ ემზადებოდა რუსეთის საკუთარი მზაკრული გეგმის ფინალური ფაზის ჩატარებისთვის ამ ქვეყანაში, ანუ სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიციური მედია საშუალებების, ოპოზიციური და თავისუფალი მედია საშუალებების და ოპოზიციური პარტიების გაუქმება განადგურებისთვის. ამას ხალხი ვერ ხვდებოდა, ჩვენ ხვდებოდით, ვთავაზობდით ერთიანობას ყველა ეტაპზე. ეს ერთიანობა დაიბლოკა სხვა აქტორების მიერ და არა ჩვენ მიერ. ეხლა თუ არ უნდა ერთიანობა იყოს კოორდინაცია და კოორდინირდებით. და ეხლა რომ კოალიციურ მთავრობაზე საუბარი ეხლა მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ მე ყოველდღურად ჩვენ ვართ ტერორის ქვეშ, ანუ გუში ჩვენი პარტიის ჯავო ჟვანიას დახვდა 5 კეტით შეიარაღებული. ეხლა როდესაც კოალიციურ მთავრობაზე საუბარი არის კონკრეტულ აქციებზე უნდა იყოს საუბარი, კონკრეტულ წერტილოვან დარტყმებზე, სანქციებზეც უნდა იყოს კი ბატონო საუბარი, კოორდინირდეთ ამ ყველაფერზე. ეხლა ჩემპიონატი გაზრო გუნდი არ იყოს გასული ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობდეს და რო იზახდეს აი მეოთხე ფინალში რა შემოგვიგობთ ვითამაშოთო ეგეთი ამბავია და იმას მოსაზრებას მაინტერესებს აი რას ფიქრობთ ირაკლი ამბობს რომ ჯერ ძალიან ადრეა რაღაცა კოალიციურ მთავრობაზე და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბარი ანუ ძირითადი აქცენტი უნდა იყოს სწორედ აქციების ორგანიზებაზე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ზოგადად ადამიანების უფლებების დაცვაზე ხო, რა თქმა უნდა, ხა ეთახვები ირაკლის მოსაზრებას, იმიტომ რომ დღეს რო ჩვენ დავждეთ და მინისტრთა კაბინეტების გადანაწილება დავიწყოთ და პრემიერი ვინ იქნება, ეს რა თქმა უნდა, აბსურდული თემაა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გადაწყვიტავს უკვე ჩანიშნული არჩევნები, იმიტომ რომ ხვალ რო ვთქვათ, რომ კოალიციური მართლობა იქნება, ხა ქართული ოცნება ხოპ და ხვალ უცებ რო გაქრეს და დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ვინც ხართ ვიღაცამ გითხროს რომ ეხა მიდი შეთანხმდით არჩევნების გარეშე არ გამოვა რა თქმა უნდა ეხა ცალსახად არჩევნები რო ჩატარდება ვნახავთ ხო ანუ ვინ იქნება ლიდერი როგორ ანაირად ამის შემდეგ რა თქმა უნდა ცალსახად დავждებით ეხა მიუხედავად იმისა რომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო თუნდაც იგივე გახარიას მხრიდან არალეგიტიმურ პარლამენტში მისვლა დღევანდელ დღესაც რა თქმა უნდა მიუღებელი არის რომ ამ მანდატებზე უარი არ თქვენს და ძალიან საინტერესო არის თქვა მაისის თვეში რას იზამენ ჟარგონულ სიტყვას უკმარაკაც გაუправებენ თუ არ გაუправებენ თქვა იქ მარტო ის რო არ დადიან სხდომებზე იმას ვარ ნიშნავს რომ პარლამენტში არ შევლენ თუმცა რომ ითანამშრომლობთ იგივე წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში მათთან პლატფორმის ფარგლებში რომ თანამშრომლობთ ფაქტია თუმცა აქ ალბათ ჩემი გადმოსახედით უხვარ რომ როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერები თავმჯდომარეები მე ესე ვიტყოდი მიდიან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე და ამ დროს გახარია არც ერთხელ არ კადრულობს და არც ერთ სერიოზულ შეხვედრაზე თვითონ არ მიდის მე ხა არც ერთ მის წევრს არ ვაკნინებ პირიქით ძალიან ცეთი მეგობრული ურთიერთობა მაქვს რამოდენიმე მათთაგანთან ზეთ პიროვნული და ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგრამ ხა ეგეთი რაღაცა არ მოსულა რა ხა როდესაც იქ ან თქვენთვის გარკვეული გზავნილია არა რა თქმა უნდა ხა და რა თქმა უნდა ბოლო მისი გადაწყვეტილებას და თუნდაც ის რომ სალომე ზურაბიშვილთან თქვა იგივე თუ არ ვწდები 30 მარტს იყო ხო მისი გამოსვლა სიტყვით რომ იქ თითქოს რაღაცაზე ვერ შევთანხმდით ანუ ჩვენი კოალიციის მხრიდან პრინციპულად იყო დაყენებული საკითხი რომ ცალსახად აქ გზავნილში უნდა იყოს კაფიოდ გამოკვეთილი რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ზოგადად მსჯელობა არც იქნება არა თუ ის რომ მოდი ჯერ ადრეა და მერე ვილაპ არა ადრე არა საერთოდ ამასთან დაკავშირებით დღეს
ნებისმიერ სხვა თემასთან დაკავშირების დღეს სანამ ესეთი კრიზისული სიტუაცია გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს გზავნილი. მაგრამ ის რომ ჩვენ ახლა არ ვართ იქ და ხო, ну არისო, იმიტომ რომ იქ იმიტომ რომ იქ იგივე გახარია წინააღმდეგი წავიდა რომ თქვა რატო რა დროს თვითმართველობაზეა ლაპარაკი და მკაფიოდ არ უთქვია რომ მიიღებს თუ არ, იმიტომ რომ იგივე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა იმასთან დაკავშირებით რომ კი შეიძლება მიიღოს თვითმართველობის არჩევნებში, ანუ რა გამოდის რომ ესე იგი მანდატებზე უარი არ თქვეს თვითმართველობის არჩევნები თუ ჩატარდა მხოლოდ და მონაწილეობა მიიღო, ხა ხალხი თვითონ გასჯის, ხო, შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიძახი რომ როდესაც მომავალ თავრობაზე და კოალიციაზე საუბარი, ახალი არჩევნები ჩატარდება და ახალი ხმები უნდა მივიღოთ და მე ძალიან ეჭვი მეპარება რომ გახარიას ხმები დაკომპლექტებული იყოს, თქვა იგივე იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მათ დღეს ხარი დაუჭირა, ვინც იგივე ქართულ ოცნებაზე იყო განაწყენებული და რეალურად ეხა ოპოზიციონერი გონია, მაგრამ ეხა არ ვიცი ქართული ოცნების ხარდამჭერების ხმები თუ წაიღო ეხლა ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა რომ მას მე ვთქვათ რაც ჩვენ კომისია, ეგრეთ წოდებულ კომისიას დავარქმევდი დროის ახლა არალეგიტიმურია თავისთავად ვიხილეთ, ეს იყო ნებისმიერი ადამიანი იქ ვინც მიდის, ნებისმიერ ადამიანს უშვებენ ახლა გამცირებულს ნახეთ გენერლები როგორ დაამცირეს და ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ანუ კატასტროფა ახლა როდესაც რაღაც ჯგუფი შეიკრიბა და ბრალსდებენ ქვეყანას რომ თურმე ქვეყანამ დაიწყო მართლა რომ საქართველოს დაიწყო ომი, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო მართლობაში რომელი პარტია იქნება შური ძიზღით ავსილი ვიღაცის მიმართ თუ არა, როგორ შეიძლება ამის ესე თუნდაც ხმამაღლა საუბარი როგორ უნდა დაიწყო ხა შენი ქვეყნის ტერიტორიაზე ომი როგორ შეიძლება დაიწყო კაცო ჩვენია ხო აფხაზეთი ჩვენია ოსეთ ჩვენ რა ომზეა ლაპარაკი და ბევრი кейსი იყო განხილული მათ შორის აი დღეს ჩვენს კოლეგა ჟურნალისტებს და რეპორტერებს აბსოლუტური თემები არის ცითრა იყო მათ მიერ ასოთაც მისცემული ეს ხალხი ეხლა რომ ცემენტ ყეპენ და უყურებ და საბას ხვიტარიძე რო ყვებოდა იმ ფაქტებს გაუპატიურებით როგორ ემუქრებენ ესე იგი ნახეთ აქ მიდის ბოდიში კიდევ ერთხელ ვიტყვი გაპრავება იმისი რომ მაშინ თუ ხდებოდა რაღაცა დღეს რო ფეხბურთზე ხალხ სახში შეუვარდა დილის შვიცაძე და 20 ივნისიდან დაიწყეს დღეს შეხსენება კოლეგები ამ ხალხს როგორც ირაკლი თქვა რომ გამოდიხარ გარეთ ქუჩაში და გირტყავენ და ვინ გირტყავს არც იძიებენ არც აინტერესებს თავარი არის ოპოზიციური პარტიის უბრალოდ ხარდამჭერის თუ ხარ აქ თუ წევრზე კი აღარ არის ლაპარაკი და ოდნავ რაღაც ირიბ ანუ აბსოლუტური სრული ლეგიტიმაცია აქვს ნებისმიერ ადამიანს ანუ კეთროვანი ხარ და თქვა იგივე 830,000 ადამიანი თუ ვინც არის ვინ ჩვენ ხმა მოგცა იმ ომში მართლა და იმ ძალადობის ფონზე 830,000-მა ადამიანმა ანუ ყველანი ესენი არიან კეთროვნები რომ ხარი დაუჭირეს ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა ჩვენ და ჩვენი ოჯახები ჩვენი მეგობრები ანუ და ყველას აბსოლუტურად ან არ ვიცი მე ხა ციხიდან გამოუშვეს რამდენი ადამიანი ხო როგორ წარმოგიდგენიათ ეხა 20 დღეში გახდა პრეზიდენტი და 600 კაცის кейსი გადაიკითხა ანუ ეს ხალხი გამოუშვეს და კრიმინალს ჩადიან ყოველდღე ხედავთ რომ ადამიანს კლავენ ადამიანის ეხა ცემა უკვე იმდენად გაუბრალოებულია რომ არავის აღარ ნუ ცემეს რა მოხდა და ანუ მიდის ის ნარატივიც რომ ესე იგი შენ თუ ეს ნაბიჯი გადადგი სამწუხაროდ ეხა მეც მაგ მოსმენ რომ თურმე ამ ნაბიჯს რო დგავდა აქციაზე თუ მიდიღარ რო გცემონ იმისთვის ზათუ რას ნიშნავს ეხლა გაპროტესტებ შენი ქვეყნის დამოუკიდებლობას შენ აზრს გამოხატავ დამოუკიდებელ ქვეყანაში და ამის გამო ვიღაცამ უნდა გცემოს და პირდაპირ ეთერში დაგარბიონ და ჟურნალისტებს თავში უნდა ურტყან და ოფისებში შემოვარდა იყოს ემა ამიტომ ცოტა ვიცი რა ახეთ წინა თავრობა ხალხმა გაისტუმრა იმიტომ რომ იყო გარკვეული პრობლემები, ხო? თან ის სერიოზული ხა დღეს რასაც შენ გულისკენით ლაპარაკობ, რომ თქვენი კოლეგები ყავდა დაკითხვაზე და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ბოდიში ხა 7 ნოემბერი ერთი დღე იყო და ეხლა ამათ ჩაატარეს, არ ვიცი მე 20 დღე ახალგაზრდებს უთხარ რამხელა кейსი იქნება, იცით? გავიგე 2 დღეზეა ლაპარაკი 26 მაისი 7 დაკავების და ციხეში მათი ძალიან ძიმე ყოფის ფაქტიც არა, ამასაც უნდა გაუსწოროთ. გავიგე ხო, ემა, არავინ არ იძახის რომ ეს უგულებელყოფა ამის გამო წინა ხელისუფლება ხო გაისტუმრეს. ანუ იგივე ნარატივს რო აგრძელებენ და ჩვენ მე გეტყვი რომ დანაშაულია ეხა ბოდიში რა ხელისუფლების დანაშაულებებით დღემდე რომ დავამთავრეთ ის ხელისუფლება ის ხალხი 12 წლის განმავლობაში რატო არ გაასამართლეს იმა გამაგებინე ანუ პირველი მოდი მე გეტყვი პირდაპირ მაშინ რომ თუ ქართული ოცნება რომ მოვიდა
პირველივე წელს უნდა ჩაეტარებინათ კომისია, მაშინ უნდა გამოიძიებინათ. განა 12 წლის მერე. ეხლა ამას ჭირდება ჩვეულებრივად პური და სანახაობა და სხვა, ეხლა ბოდვაროა ეკონომიკურ ზრდაზე, რა ეკონომიკურ ზრდაზე და რა ციფრებზე გვაქვს საუბარი ზოგადად, ის არის სრული ბოდვა. პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პროპაგანდის თვალსაზრისით აი ამ კომისიას და სამაცხრინო არის ზოგადად თუნდაც იმ ადამიანების მისვლა უკვე ვინც არიან კომისიაზე მისვლა ძალიან სამარცხვინო, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა ხდებოდა 20 წლის წინ და აღარ გვინდა ამის შეხსენება. ამის გამო ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი მიიღო 2012 წლის არჩევნებზე. თუმცა დღემდე ვხედავთ რომ ნაციონალურ მოძრაობას თავის ყარე ელექტორატი ყავს. წევრი ვინც მოასწრო და გავიდა ქვეყნიდან, გავიდა და მათი ექსტრადირება რა ვიცი ვერ შეძლო, ხელისუფლებამ ესეც მათი სისუსტია, ძალიან ბევრმა სასჯელიც მოიხადა, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ძალიან ბევრმა, ანუ ესე იგი სასჯელი თითქმის ყველამ სასჯელი მოიხადა. ასე ვთქვათ, სააკაშვილი ციხეშიზის და რაღაცა შეკრებითობის პრინციპით, რომელიც კომუნისტების დროს იყო დააბრუნეს, მაინდა-მაინც ამას ანუ სრული აბსურდერდა, ეხლა რას ვიძიებთ, იმასაც ვერ ხვდებით, რომ ესე იგი ის ადამიანები მაშინ ვინც იყვნენ და ვინც 9 წელი მოიხადა, 4 წელი მოიხადა, ისევ ციხეში უნდა დააბრუნონ და აქან ანუ ეს ხო ეხლა აბსურდის შენ ხო ჩემზე კარგად იცი რომ абსურდის თეატრი არის და ამიტომ მაგაზე მსჯელობა ვფიქრობ ზედმეტია. შეკითხვა მექნება, ანუ უახლოესი სამზადისი გარკვეული ასე ვთქვათ პოლიტიკური აქტივობის ოპოზიციისთვის არის 26 მაისი. დღეს ალმა ზურაბიშვილმა თქვა რომ ჩვენო უნდა ჩავიბაროთო ეს ღონისძიება და გადმოვიბაროთ რაღაცნაირად. აი ეს ძალიან საინტერესოა ხა, როდესაც ამბობთ რომ მზად არ იქნებით პლატფორმაზე, მაგრამ მზად ხართ იყოთ კოორდინაციაში, მზად ხართ გქონდეთ კომუნიკაცია. აი 26 მაისის ღონისძიებისთვის სამზადისში რაიმე ფორმით ხართ ჩართული თუ უბრალოდ მიხვალთ და რა ვიცი სოლიდარობას გამოუცხადებთ თუ კი ეს იქნება მასშტაბური პროტესტი და რაღაცა თქვენს როლს ასე შეასრულებთ. 26 მაისის გარდა შეიძლება ნებისმიერ მომენტში დადგეს მნიშვნელოვანი ეტაპი და მნიშვნელოვანი აქცია ჩვენ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ. ძალიან ტურბულენტური არის ყველაფერი, ძალიან უღირს აქციაზე მიდის ივანიშვილი და მისი ბანდა, რითაც ეთამაშებიან იმ ქვეყანას, რომელსაც რავი ბაქტრიონის აჯანყება აქვს მოწყობილი და მაგის მერე ძალიან ბევრჯერ აქვს ხაოსი ტიპის ამბოხი მოწყობილი და უახლოეს წარსულშიც გვახსოვს ხო 20 ივნისი და ასე შემო ეს ბრაზი ეს მუხტი არსად არ წასულა ამიტომ 26 მაისამდე შეიძლება ნებისმიერ მომენტში ამოიფრქვას. ეს ერთი ახლა მეორე კიდევ მუდმივად რაიმე გეგმა, აი რა შეიძლება მეორე რა შეიძლება ამ მუდმივ გეგმაზე სპონტანურ პროტესტს გულისხმობთ ირაკლი თუ რაღაცას გეგმავთ, იმიტომ რომ თქვენი ლიდერებისგან თქვენი ანუ საჯარო ვის უმალთ ანუ ხარდაჭერა არ გჭირდება ხალხი არ გჭირდება სპონტანურ საპროტესტო აქციას თუ გეგმავ ახლა თქვენ ერთად შევიტყო და მე სპონტანურ თემდა ეს აქცია ხარდაჭერა არ გჭირდებათ რა ვიცი ხალხი არ გჭირდებათ აქციაზე უთეთ გამოცხადა რაღაცას იძახით უბრალოდ ხო დაუკვირდით თქვენთან რომ ანუ სპონტანურ აქციას გეგმავთ და თან გეტყვით ახლა საჯარო ეთერში რომ სპონტანურ აქციას გეგმავთ ხო ანუ ეს ხო სპონტანური აღარ არის ანუ შეიძლება გეგმავდეთ მაგრამ არ თქვათ ეთერში ну ამიტომაც ხო ვერ ვიტყვი თუ სპონტანური გვინდა რომ ის აქცია იყოს რაც შეეხება წინააღმდეგობას და აქციას თქვენ მინერულებთ უიქნებით ყველგან ბრძოლის წინა ხაზზე როგორც ვიყავ ეს ჩემი ფუნქცია ჟურნალისტის მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მაგრამ მეც არ ვიღებ შეურაცხყოფათ ხა რატომ არა უბრალოდ შეგახსენეთ მეც ჩემი ფუნქცია ჩემი ფუნქცია და ასე ვთქვათ პროფესიული მოვალეობა შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღო ყველა კითხვა რაც ამისთვის მუდმივად ამ ფორმატში იყო რომ აი რას იზამთ ისინი რომ ამას იზამენ ანუ წინააღმდეგ პლატფორმა თუ რამეს დაანონსებს ანუ არ ინერვულობთ მეთქი რომ ჩვენც აუცილებლად ვიქნებით სადმე როგორმე წინახაზე მათ შორის. სადმე წინახაზე არ არის. ანუ სადმე არის შეიძლება უკანა ფლანგზე ყოფნა. შეგიძლიათ ნახოთ 20 ივნისის კადრები. ვიცი, ირაკლი, არ მიდიხარ ამ ყველაფრის შეხსენება. ამიტომაც არა, არ ვქნა მაშინ. წინახაზე და სადმეო თქვენ თქვით და სადმე წინახაზე მეთქი მათ შორის. კი ბატონო. კი ბატონო. ხო და ამიტომაც ეს პრობლემა არ იქნება, წინააღმდეგ პლატფორმამ დაანონსოს და იქ ხა ჩვენთან კოორდინაციის პრობლემა არ იქნება თუ ამას მარტივად გიხსენებთ ანუ რა დაასწროს წინააღმდეგ პლატფორმამ რაიმე აქცია, ეხლა ნასოფლობას არ დაეპარებოდა და მივიღებთ 26 მაისს კოორდინირებაში. კი, ამიტომაც წინა კითხვებშიც გაგეცეთ ამას პასუხი რომ ის რომ ადამიანთა ჯგუფი რომელიც წინააღმდეგობის პლატფორმას შექმნეს და ქვია წინააღმდეგობის პლატფორმა რაღაცებს ანონსებენ იმას ანიშნავს რომ თუ ამ პლატფორმის წევრი არ ხარ
მორჩა შენ საერთოდ ამ პროცესებს ჩაიხსენი. უბრალოდ ეს ხალხი იძახდა რომ ჩვენ ერთიანობა არ გვინდაო, მათ შორის ხონდათ ხოლმე იდეა რომ საუბრობ ჯრობიშვილი უნდა ყოფილიყო უპირობო ლიდერი, მათ შორის საუბრობ ჯრობიშვილი უნდა გამოსულიყო მარტო, ამიტომ ბევრი ისეთი საკითხები რადგან ზოგადად თახდებოდით. მათ შორის თურმე არ იყო როგორც ივან მაგნეშთა ადგილობრივი ფორტუნის არჩევნები ესეთ მნიშვნელოვანი საკითხი რომ ყველა პოზიციამ ყოფილიყო მკაფიო საზოგადოების. ამ საკითხებზე არ ყველა მის ეს საკითხები. ასე რომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რადგან საუბრობ თახდებოდით. რა ხელისუფლების გამოძიებაზე მესაუბრებთ? ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ხელისუფლება იყო 2003-დან 2012 წლამდე. ქვეყანა, რომელიც იყო შეუმგარი სახელმწიფო გადასახადებები, ვერ იკრებებოდა, აფრაზიზებისნაირი კრიმინალები აჯდნენ ქვეყანას, იქცა სახელმწიფო და თურმე დღეს 12 წლის მერე რუსები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და რუსებმა რომ ყველაფერი ცადეს, მათ შორის ერთი ოლიგარქის ხელით ცადეს, პატარკაციშვილის ხელით ცადეს, მერე ცადეს ომის მცდელობით, ცადეს ელექტროენერგიის და სხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ასე ვთქვათ თავდასხმები და ტერორისტული აქტები ვერ მოახერხეს მე ივანიშვილის ხელით გააკეთეს და თურმე 12 წლის მერე როცა რუსები გვაზიან და ხელისუფლებაში ჰიბრიდული ომით გმართავენ ფარდობლად კიდე უნდა საუბრობდეთ არა უკაცრავ უნდა ვისაუბრო უკაცრავ წევრები მონაწილეობდნენ საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაში შეგახსენოთ გვარები და სახელები ფაქტს არ ცulis ეს მე რასაც ვსაუბრობ ეგ რაშუაში ამასთან მე გეუბნებით ისტორიულ ფაქტზე რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ხელისუფლების გასამართლება არის თურმე საკითხი 12 წლის შემდგომ და აი კი როგორ უნდა ვისაუბროთ რომ რაზე უნდა ვისაუბროთ უკაცრავად ანუ ფაქტი მოხდა ესეც ფაქტია და მე რა მოხდა რომ ამ პროცესში თქვენი გუშინდელი პარტიის წევრები მონაწილეობდნენ ანუ თქვენთვის არ არის ეს პრობლემა არა რაშუაში ჩემს აი ისტორიულ ფაქტი შეიცვალა ჩვენ რუსებს არ ვებრძოლეთ და რუსებმა არ გაუკეთეს კონტრრევოლუცია ისტორიულ ფაქტზე კი არ ქონია ამას და რაშუაში ისინი შეიცვალა შეიძლება შეიცვალა და მათი მისვლა საგამოძიებო კომისიაზე შესაძლებელია ნიშნავდა გარკვეულ ასე ვთქვათ აღიარებას. ვისაც საუბრობთ ანუ მამუკა ყურაშვილზე და ზაზა გოგავაზე და ისინი გენერლები ვარენ ხო გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ. და მივიდნენ როგორც გენერლები და არა როგორც პარტიის წევრები. გენერლობა არის მუდმივი ჩინი მესმის მაგრამ გენერლობის პარალელურად თქვენი პარტიის წევრები იყვნენ და თქვენი პარტიული სიის წევრები იყვნენ. კი ბატონო. მაყურებლებს ვთქვათ ჩემი მოსაზრება ხო შეიძლება საინტერესო იყოს მათთვის. ამას გამოცემენ პასუხი. ანუ ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი მისულები იყვნენ როგორც სამხედროები, გენერლები. ამ ადამიანებს აქვს ნათქვამი, რომ აქვთ ვალდებულება გარდაცვლილების სულების წინაშე, რომ ნებისმიერ ფორმატში იქნება ეს რუსების სასამართლო, ჰააგის სასამართლო, სხვა ტიპის სასამართლო მივიდნენ და წარდგნენ იქ და პარტიული დღის წესრიგით ვერ იმოქმედებს ეს ხალხი და თქვენ თუ გაქვთ იმის მორალური უფლება რომ ეს პოზიცია მათი გააკრიტიკოთ გააკრიტიკეთ არა მე არ ვაკრიტიკებ ეხლა ამიტომ ვიზახეთ რომ თქვენი პარტიის წევრები იყო თქვენი ჯაკეტი პირდაპირ თუ ჩემი პირადი პოზიცია გაინტერესებთ რა ვიცი იმ დღეს გადაცემაც მქონდა ჩემი პოზიციაც დაუფიქსირე ძალიან ძიმე იყო მაშინ არ უნდა მითხრათ რომ თითქოს და ის რომ მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა სადღაც მივიდნენ ეს შეგი ეს როგორ რაღაცა ნუ მოერგეთ ცენზორის როლი ამ პოლიტიკოსებმა განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში განვისაზღვრავთ ეხლა რა უნდა ვთქვა და რა არ უნდა ვთქვა ამ შემთხვევაში ჩემ მოსაზრება გითხარით რომ არ უნდა მოვდეთ მეთქი ამას მეთქი ამ კონტექსტში თქო რა ჩემ პოზიცია ანუ თქვენ ახლა ცენზორი ანუ ჩემ პოზიცია არ უნდა ვფიქსირო არ უნდა მითხრათ ანუ როცა არ დაგეთახმებით ანუ არ უნდა ვთქვა ეს არის შეგიძლიათ რაღაცა სხვა კონტექსტში თქვა სხვა ფორმით თქვა ხო ჩემთვის მაშინ დამიწერეთ ხოლმე და ისე გეტყვით ხოლმე თქვენ როგორ არა ნამდვილად არა ეხლა ჩვენ ტელევიზიაში ხარ სადაც რაღაცა პარტიული რომელიმე ტელევიზიაში დაუწერიათ ჩემთვის აბა რა სხვა ტელევიზიაში ხარ სადაც ჯერ არ დამამთავრებინეთ თქვენთვის კი არ დაუწერიათ ასე შეურაცხყოფას არც მოგაყენებთ არსებობს გარკვეული ტელევიზიაში სადაც შესაძლებელია კონკრეტული პარტიული დღის წესრიგი არსებობდეს ახლა პირველად გესმით ჩემგან ეს ხო ანუ კონტექსტი არის რომ იქ უწერენ კითხვებს და იციან რომ შეთანხმებული კითხვებს არ უწერენ მაგრამ შემთხვევისთვის პირველად გესმით რომ არსებობენ ტელევიზიები როგორც სახელისუფლებო ისე ოპოზიციური პროპაგანდა ძირითადად რომ არსებობენ პარტიული ტელევიზიები სადაც არის ცით თქვენ რომ ასე ტელევიზიები არსებობენ სადაც პოლიტიკური ინტერესი არსებობს ოპოზიციურზე პოზიტივი რომელიც პირდაპირ იძახით თქვენს ოპოზიციონერ კოლეგა მედია თავისუფალ მედია საშუალებებს წარმოადგენს რომ არიან ოპოზიციური პარტიების გასაგებად მოქმედი მე ასე არ ვთქვი კითხოთ TV პირველის და TV ფორმულას წარმოადგენს მე რა ინფორმაციას ვსაუბრობ ჯერ ეს ერთი ორივე გენერალმა მე მგონი დატოვა პარტია და ამის შემდეგ დატოვა ეს იყო რაღაცა ფორმალური ჟესტი რომ პარტია დატოვა ბოდიში რა იმიტომ რომ ამ ხალხმა განაცხადა ძალიან კაფეო თუ ვინც უსმენდით მე მათ ინტერვიუს გასაგებად ვიცი რომ არ უსმენდი მაგრამ ამ ხალხმა თქვა რომ მე ჩვენ როგორც გენერლები მოვედითო პარტიასთან მე კი ვიცი როგორც მივიდნენ როგორც გენერლების სტატუსით ამ პარტია დატოვა ზოგადად პარტიის წევრები უკვე აღარ იყვნენ რომელიმე თქვა კიდე ვიტყვი რომ კარგი ნაბიჯი იყო თუმცა მე მაინც არ ვამართლებ იმ ნაბიჯს რომ მე რასაც უყურე ჩემთვის უბრალოდ
შოკის მომგვრელი იყო, ნუ განსაკუთრებით ყურაშვილის შემთხვევაში. უბრალოდ გახსენებაც არ უნდა ისეთი შოკი იყო ახლა ეს. ჩემ პირადი მოსაზრება მაშინ თქვი საკადრო ტექსტში და კიდევ ერთხელ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. გეთაქვებით ხომ ეს ამისოს რომ თქვენ ცენზურას არა, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ რა კონტექსტში ახსენეთ ეს ადამიანები? ფორმულირებას წინადადების ხომ აქვს? ხო, მნიშვნელობა რა. ახსენოთ ხო ეს იმას ვარ რომ ეს ჩემ პირადი მოსაზრება რომ არ მომეწონა და მაქვს ამის უფლება. ივა, ბოლოს თქვენ კითხავთ, ანუ რას უნდა ველოდოთ რეალურად არ ვიცი 26 მაისს შეგიძლიათ რაიმე კონკრეტული შეერაგებული ძალების დღეა და მინდა მიულოცო ყველა შეერაგებული ბოდი შეიძლება რომ ჩაგეწერო უბრალოდ შეერაგებული ძალების ყველა მსახურს, ყველა გენერალს და ესეთი რეჟიმი არ უნდა იყოს ქვეყანაში, რომელიც კაპიტულაციას ახდენს ანუ თავარ ასე ვთქვათ სტრატეგია და თავარი თურმე ქართველების აი დასაბამებლად ჩვენ რომ მებრძოლი ხალხი ვარ თურმე და ესე რომ ეროვნულები არიან მჭყალებში ხო რომელი ეროვნულები არიან თურმე თავარი არის ის რომ ჩვენ რაღაცა კაპიტულაციის პოლიტიკა ავიყვანოთ უმაღლეს ხარისხში, ვისაუბროთ თავარ გმირებზე, როგორც პიარისთვის შეწირულებზე და თურმე ხა ეს ხალხი, ვინც ივანიშვილის ბანდის წევრები არიან და პარლამენტში შედან, ისინი ეწირებიან თურმე იდეას. ანუ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მუნდირი არის გათელილი და ეს მუნდირი ღირსება, აუცილებლად დაბრუნდება, როგორც იყო 2003-2012 წლებში. კი ბატონო, მოდი, ема მე ვიტყოდი რომ აქ ეხა კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი, რომ აი ამ რიცხვში რაღაცა მოხდება, ამას გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ეს აბსურდულია, უბრალოდ რაღაც შეიძლება უფრო რაღაც ისეთი მასშტაბური შეკრება იყოს, როდესაც რაღაცა იქ დედაენის დღე იყო, რაღაცა დღე იყო, პირობითად ვიძახი დღეს თუ რუსთაველზე გადის და 1000 კაცი კეტავს ქუჩას, შეიძლება გამოვიდეს, თქვათ 20000, შეიძლება გამოვიდეს 30000. ეხა ჩვენ აქ რომ მოლოდინები გავაჩინოთ, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ აქ შეიძლება უბრალოდ იყოს, არ ვიცი, 7 ივლისი და 7 ივლისს მოხდეს ისეთი რამ, რაც რადიკალურად შეცვალოს რამაც რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია საქართველოში. ამიტომ ხა ჩვენ ზედმეტად კითხვები რო დავსვათ, რომ აი 26-ში რა მოლოდინი გაქვთ, რას ამზადებთ. დღევანდელ დღეს იმაზე საუბარი რომ ჩვენ რაღაცისთვის ვემზადებით, უბრალოდ არის წარმოუდგენელი. თქვენ რატომ გეკითხებით თან აქცენტირებულად ისეთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აი თქვენც გქონდათ მოლოდინი, რომ 31 მარტს, როდესაც დაანონსებული იყო დიდი აქცია, მოხდებოდა გარკვეული ასე ვთქვათ პოლიტიკური განცხადების გაკეთება ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის აი კონკრეტულად გადაჭრით ცალსახად და დაფიქსირდება პრინციპული პოზიცია, რომ არც ერთი ოპოზიციური კოალიცია არ მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ვიდრე არ დაინიშნება ახალი არჩევნები. ანუ რაღაცა ბოდიში, ანუ მოლოდინი გქონდა, არა ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გქონდა, ეს ხო პრეზიდენტის, ანუ სალომე ზურაბიშვილის პირადი ინიციატივა იყო 31-თან დაკავშირებით. ამასაც ღიად გეტყვით. იყო მსჯელობა რომ პოლიტიკური განცხადება უნდა არცერთი პოლიტიკოსი სხვათა შორის არ სალომე ზურაბიშვილის გარდა იქ არავინ არ გამოსულა. ანუ სალომე ზურაბიშვილმა აიღო თავის თავზე ინიციატივა რომ 31-ში უნდა და გაეკეთებინა და რაღაცა პოლიტიკური განცხადებით გამოსულიყო და არ ვიცი ხა რატომღაც ჩვენ მაშინ ვიცოდით რომ აქ რაღაცა ისეთი კონკრეტული შეთანხმება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ არაერთხელ მაგ პლატფორმის გარშემო რო შევკრებილ ვართ, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის წინააღმდეგობას ვიღებდით გახარიას პარტიისგან. ეხლა დღეს უკვე ხმამაღლა ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომ ანუ როდესაც იქ ანუ რა თქმა ყველაფერზე მივყვებოდით, უბრალოდ უთხარით რომ ხა ჩანაწერი თუ არ იქნება რომ ცალსახად ვემიჯნებით თვითმმართველობის არჩევნებს, იქ ნებისმიერ თემაზე საუბარი იქნება სასაცილო, იმიტომ რომ პოლიტპატიმრის მშობლები გამოდიან, ოჯახის წევრები გამოდიან და ხმამაღლა იძახენ რომ ხალხო რა არჩევნებზე ლაპარაკობთ ზოგადად ბოდვაში. ხო არა ხარ იმ ადამიანების წინაშე მინიმუმ თითოეული ჩვენთაგანი ანგარიშვალდებულია და საქართველოს მოსახლეობა, იმიტომ რომ ის ბავშვები ვინც არიან და ის ადამიანები იქ საპყრობილეში ვინც არიან ჩვენი მომავლის გამო, ქვეყნის მომავლის გამო იტანჯებიან. ეხლა ჩვენ ამ დროს დავჯდეთ, რომ სექტემბერში თვითმმართველობის არჩევნები მოდის და ამისთვის მზადება დავიწყოთ და დაკომპლექტება დავიწყოთ დღეს რაღაც კოალიციის დღეს, ეს ხო აბსურდულია. იმა დამერწმუნე, რომ იმდენად კარგად დავლაგდებით, როდესაც რუსული ძალადობრივი რეჟიმი მოგშორდება, რომ აი თქვენც კი ვერ წარმოგიდგენთ, იმდენად სწორად დავალაგებს ყველაფერს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა გეტყვით, რომ რაღაცა მე რო არ მოყვეს ჩვენი კოალიციის შიგნით საკმაოდ აქტიურად მუშაობთ მნიშვნელოვან საკითხებზე. ჯანდაცვასთან დაკავშირებით, ყავს ხელმძღვანელი მიმართულების ხელმძღვანელი, სოციალურთან დაკავშირებით, განათლებასთან დაკავშირებით, ეკონომიკასთან დაკავშირებით, ოღონდ ეს ხდება კოალიციის შიგნით მუშაობთ და თქვათ ეს არ არის რაღაცა რომ ჩვენ რაღაცისთვის ვემზადებით. ნამდვილად არ ვემზადებით და რეგიონალურ ორგანიზაციებს ნახავდით ალბათ ბოლო პერიოდში რეგიონებში დავდივართ პოლიტიკური პარტიის ლიდერები და რეგიონებს ვამაგრებთ, იმიტომ რომ ცალსახა არის რომ არჩევნები ჩატარდება და ჩვენ არჩევნებისთვის ვიყოთ მომზადებული საპარლამენტო არჩევნებისთვის ცალსახად
ახლა დაკომპლექტებული CSKO-ს ხელში და რა თქმა უნდა არა იმ ადამიანების ხელში, ვინც ჩვენ ქვეყანას არჩევნები მოპარეს. ასე რომ ჩვენ ქვეყანას მინდა გაცილებით უფრო კარგი ეკონომიკური სტაბილური ის უსურვო, მომავალი უსურვო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ციფრებს უყურებთ და არ გვაქვს წარმოდგენილი რეალობაში რასთან შეიძლება მივიდე და როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკი 2 წუთს თაგარქმევ სულ, აქ შეიძლება იყოს ერთი ადამიანის გამდიდრება, იმიტომ რომ როგორც მაგალითად თებერვალში იანვრის ციფრები დაიდოდა, თურმე 40% ყოფილა ბრუნვა გაზრდილი 40%, სადაც ესე იგი რაღაცა 175 მილიონი პროცენტით იყო ნახატების და ქანდაკებების შემოსვლა ამან გაზარდა და რეექსპორტი იყო რაღაცა 65%-ით გაზრდილი და ნუ რაღაც ციფრები იყო რომელმაც გაზარდა, ანუ ერთი ადამიანის გამდიდრებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდა და ეს ნორმალურია? ან მარტო სამშენებლო სექტორის ზრდა მთლიანად შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ 3 წლის განმავლობაში ხედავთ, რომ ადგილობრივი სოფლის მეურნეობა იძირება და მოყვანილი პროდუქცია ვარდება და ვარდება მათი რაოდენობა და ეს ნორმალურია. აი ესე თემებზე ვილაპარაკეთ, ჩემთვის ყოველ საყვალი თემა და ალბათ ამ თემებზე გადაცემის ფორმატში გადავინაცვლოთ ამ თემებზე. ხოლმე აქტივად, იმიტომ რომ პოლიტიკის ნაწილი ხა ეკონომიკა ცალკე დამდგარი ვერ იქნება. მადლობა. იმედია ოდესმე მოვიცლით, რომ პოლიტიკურ გადაცემებში დიდწილად ვისაუბროთ სწორედ აქცენტირებულად ეკონომიკურ და სოციალურ და ჯანდაცვის თემებზე. ირაკლი ფავლენიშვილი, ივაჭ ყურია იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. რეკლამის შემდეგ პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი შემოგვიერთდება. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. დღეს ცნობილი გახდა, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატა, ასე ვთქვათ, მეგობარ აქტს მომავალ კვირას განიხილავს და სავარაუდოდ მოსალოდნელია უკვე ამ აქტის კენჭისყრაც მოესწროს მომავალი კვირის განმავლობაში. ჯო უილსონი, კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ამ მეგობარი აქტის ერთ-ერთი ინიციატორი წერს, რომ ყალბი ქართული ოცნების რეჟიმის ძულს ამერიკას და პრეზიდენტ ტრამპს ის ანტიამერიკულ შეთქმულების თეორიებს ავრცელებს და ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის, საკმარისია. ჩვენ გვერდით უნდა დაუდგეთ ქართველ ხალხს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვსო. როგორც უკვე გითხარით, წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი პლატფორმა X-ზე. ამ თემაზე ცოტა მოგვიანებით, პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი შემოგვიერთდა. მოგესალმებით ბატონო პაატა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი დავიწყოთ ჯერ ასე ვთქვათ შიდა პოლიტიკური პროცესებით, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება იყო სალომე ზურაბიშვილის და წინააღმდეგობის პლატფორმის საჯარო შეხვედრა. უბრალოდ საჯაროდ გახდა ამ შეხვედრის შესახებ ცნობილი დიპლომატიურ კორპუსთან. ანუ ის რაც ამ შეხვედრის შემდეგ გავიგეთ სალომე ზურაბიშვილისგან, რომ მიდის გარკვეული სამზადისი არ მხოლოდ ახალი არჩევნების, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, ანუ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის და ამის თანამშრომლობის მაგალითი უნდათ, რომ არჩევნებამდე აჩვენოს საერთაშორისო პარტნიორებს და გარდა ამისა, აგერ გიორგი ვაშაძე უფრო ვრცლად საუბრობდა დღევანდელი შეხვედრის შედეგებზე და მან თქვა, რომ აუცილებელია პოლიტიკოსებმა რაღაცნაირად მიმდინარე პოლიტიკური პროცესის მართვა და ორგანიზება საკუთარ ხელში აიღონ, რადგან ნებისმიერ დიდ აქციას სჭირდება მეთაურები, უთავო მხედრით ვერ მიაღწევ გამარჯვებას. ფიქრობთ, რომ ეს რაღაცა ყინული დაიძრა თუ ოპოზიცია კოალიციური მთავრობის თემაზე აქცენტირებით მეორე ცდილობს შევიდეს ერთ-იგივე მდინარეში. მოგესალმებით, მიუსალმებით ტელებაყურებელს, მართლა საინტერესო ინფორმაციები გავრცელდა დღეს, გეთანხმებით, ვეთანხმები ვაშაძეს იმაში, რომ შეიძლება მეთაური არ ჭირდებოდეს ერთი ადამიანი, მაგრამ ორგანიზატორობა ჭირდება, შეიძლება რაღაც ჯგუფი იყოს ადამიანების, ვისაც პასუხი მოეთხოვება, ვინც იქნება პასუხისმგებელი განაცხადონ, პასუხი აიღონ თავისთავად თუ რაღაცა ხდება, შეკრება, მოლაპარაკება ასე შემდეგ. ანუ რაღაცა ჯგუფი უნდა არსებობდეს, მაინც ჯობია რომ ერთი ადამიანი არ იყოს ეს, მით უმეტეს როცა მართლა ჩვენ ვხედავთ მრავალფეროვნებას ოპოზიციაში, მათ შორის კოორდინაციას
და ზოგჯერ კოორდინაციის არარსებობასაც. როცა ჩვენ ხედავთ ასეთ მრავალფეროვნებასაც, თავისთავად ბუნებრივია, ტრაგიკული ამაში არაფერი არა, ყოველთვის ჯობია არსებობს რაღაც ბირთვი, რომელიც თავისთავადზე იღებს ორგანიზატორობას და პასუხსგასცემს საზოგადოებაში არსებულ კითხვას. მათ შორის ასეთ კითხვას სალომე ზურაბიშვილმა კაფეო თქვა, რომ ისინი ემზადებიან საპარლამენტო არჩევნებისათვის. ხმა რა მოუღია ადგილ არჩევნებზე, კი ბატონო. ანუ რაღაც ინფორმაცია არსებობს, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება? თქვენ ასეთი განცდა თუ შთაბეჭდილება დაგრჩათ, რომ სალომე სხვათა შორის ბრიფინგი არ ქონია სალომე ზურაბიშვილს ბოლო პერიოდში, სადაც ასე ხაზგასმით არ აღენიშნოს, რომ აუცილებლად ქართული ოცნება იძულებული გახდება ჩანიშნოს ახალი არჩევნები. ფიქრობთ, რომ ეს არის გზავნილი მხარდამჭერების გასამხნევებლად? თუ ეს არის რეალურად ინფორმაცია, რომელიც გამოსულია კითხვებიც მაქვს, იმიტომ რომ ამ უცხოელებს მეწხვდები და არა μόνο ბევრი ექსპერტი ხდება სხვადასხვა ფორმატში, ერთად, ცალ-ცალკე და როგორც წესი ერთ-ერთი წამყვანი კითხვა და ეს მე ცოტა იყოს მეუცნაურება და მაშფოთებს. მათ უცხოელებიდან არის ის, რასაც მეც ვაწუხებს. თქვენ გაქვთ რამე ხედავთ რამე ნიშნებს, რომ იქნება საპარლამენტო არჩევნები? ანუ უცხოელებისგან ეს ასე ვთქვათ ინფორმაცია, რომ ქართულოცნებას აუცილებლად მოუწევს ახალი არჩევნების ჩანიშვნა არ მოდის? არა, ისინი ჩვენ გაღებულობენ ინფორმაციას ქართულ საზოგადოებიდან და სხვადასხვა ადამიანებთან, მათ შორის ჩემთან ამოწმებენ. თუმცა მათ შეუძლიათ ქართული ოცნება, არ ვიცი, გამკაცრებული ნაბიჯებით მიიყვანონ რეალურად გარკვეულ გადაწყვეტილებამდე. ამიტომ საჭიროა მეტი პატივისცემა კონდეს ამ კოალიციას საზოგადოების მიმართ და მეტი სიცხადე შეიტანოს, რას ეფუძნება მათი მოლოდინები, რომ იქნება აუცილებლად საპარლამენტო არჩევნები. ერთი და თუ იქნება როდის? ეს იქნება ადგილობრივ არჩევნებამდე, ადგილობრივ დროს თუ არჩევნების შემდეგ. მე მგონია და მე ყველას ვეუბნება უცხოელებსაც კავშირები გვაქვს ჩვენს მოგზაურობ დავდივართ და მე ყველას ვეუბნები რომ მე პირადად შეიძლება ვწდები და ღმერთს მაქრას ვწდებოდი, მაგრამ ვერანაირ ნიშნავს ვერ ხედა რომ ადგილობრივ არჩევნებამდე შეიძლება ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. ყველაზე უკეთესი, ყველაზე ლოგიკური ქართული ოცნებიდან, ქართული ოცნება რაც უნდა მიუღებელი იყოს და ამორალურად იქცეოდეს, მათ თავის ამორალობაში თავის ლოგიკა გააჩნიათ. ალოგიკურად მხოლოდ შეშლილ იქცევიან. ყველა გონიერი ადამიანი იქცევა ლოგიკურად. შესაბამისად, ყველაზე ლოგიკური ქართლოსნებიდან იქნებოდა, რომ ადგილობრივ თუ უნდა, თუ მზად არის, თუ მიდის საპარლამენტო არჩევნებასკენ, მაშინ ეს დანიშნავს ადგილობრივ არჩევნების დღეს. ბარემთ დანიშნავს, ხარჯის ბარემ ქართული ოცნება ალბათ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უპირატეს მდგომარეობაშია გარკვეულ თვალსაზრისით, მაშინ უბრალოდ წავა ხელისუფლებიდან ყოველგვარი არჩევნების დანიშვნის გარეშე. ამიტომ ის არ დანიშნავს არჩევნებს ადგილობრივ არჩევნებამდე. მომგებიანი პოლიტიკური ვითარება არ არის. არა, მის მომგებიანი პოლიტიკური ვითარება როგორც უნდა ისე მოიქცევა. მის საკმაოდ შვიდად მუშაობს. ეს კიდე მეორე კითხვა. ქალბატონმა სალომემ გააჟღერა, რომ არსებობს რყევებიო ქართულ ოცნებაშიო. რასაც ჩვენ ხედავთ, რყევები კი არა, არის მეტი ერთობა, მონოლითურობა იქნება. იყო სამთავიანი ქართული. ალბათ იგულისხმა ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა, როგორც თავმჯდომარეობიდან, ისე პოლიტიკიდან. მაშინ ჯობია ჩვენ ვიმსჯელოთ საზოგადოებაში ეს რყევა თუ მონოლითი შეკრა. იმიტომ რომ იყო სამთავიანი მონსტრი ქართული ოცნება, კალაძე, ღარიბაშვილი და კოვახიძე და ერთი თავი გაგორდა. ანუ რა პოლიტიკურ სისტემაში რაც უფრო მეტი თავებია, მით უფრო მეტი ნაპრალებია, მით უფრო მეტი რყევების საფრთხეა. ამიტომ არჩევნების წინ რამდენხანია ლაპარაკ გვესმის, რომ ღარიბაშვილი მიდის, ხო? აი ახლა არჩევნების წინ გახორციელდა, რომელი არჩევნების წინ გახორციელდა, რომელიც არ დანიშნულა და ჰაერში კიდია, თუ რომელიც მოდის და ეხება პირდაპირ კალაძეს. ადგილობრივი არჩევნები. კობახიძე პირისპირ დარჩა კალაძესთან. ანუ კალაძის უპირობო გამარჯვების გარანტიებისთვის გაკეთდა? პირიქით, არ ვიცი, ჩვენ არ გვაქვს არანაირი უტყუარი ინფორმაცია. ჩვენ ვჟელობთ ჩრდილების გადაადგილებით. თუ კარგად იცნობ
ბინას, სადაც შენ ანუ ოჯახის რომელიც ბინაში ცხოვრობს, შეიძლება ფანჯრიდან ღამით ჩრდილებით მიხვდე, ვისი ჩრდილია, ესა თუ ის მამის, დედის, დის, მის, ხო? თუ კარგად იცნობ, შეგირდა ხდება. შესაძლებელია ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ აგერ ჯერ ოპოზიციის უმეტესობა არც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, შესაძლებელია არც ყავდეს ოპოზიციის მხრიდან კალაძეს კანდიდატი, მაგრამ იქაც შესაძლებელია ასე ვთქვათ, კობახიძე კალაძის დაპირისპირება ვიხილო ადგილობრივ არჩევნებზე. გამორიცხული არაფერია, ფაქტია შემდეგი, რომ საქართველოში დღევანდელი კონსტიტუციით ყველაზე დაცული პოლიტიკური ფიგურა არის თბილისის მერი. თბილისის მერს იწევს ირჩევს მილიონი ქალაქი და ვერავინ მამა ღმერთი ვერ გადააყენებს მას თუ თვითონ არ მოინდომა. ანუ ლეგიტიმაცია აქვს უაღრესად მაღალი. კალაძის მიერ მორიგჯერზე მოპოვებული თქვათ ასე მერობის თანამდებობა აშკარად გამოწვევა იქნება კობახიძისთვის თუ ის ნამდვილად იკეთებს გუნდურ კარიერას. თუ კალაძე თავის გუნდი ყავს. შესაბამისად რა შეიძლება მოიმოქმედოს კობახიძემ ამ შემთხვევაში? აი შესაბამისად ისე რომ მან გააგორა ერთი წყება ხალხისა ივანიშვილის ხალხი, ლილუაშვილი და ასე შემდეგ. მეორე წყება უკვე მთლიანად ჩახსნა მატარებელი და თუ შეიძლება ასე ითქვას ღარიბაშვილის გუნდი, ყველა შეატყობინა რომ არავითარი იმედები არ კონდეთ რეგიონებში. რეგიონებში უკვე თქვენ გარეშე, იმიტომ მოხდეს ადგილობრივი არჩევნების წინ. და ეხლა ჩვენ იმის დამიხედვით კალაძე დააყენებს თუ არ დააყენებს თავის კანდიდატს. ეს ერთი. თუ არ დააყენებს ვინ დადგება. იმიტომ რომ ამავე დროს შეიქმნა სამინისტრო. მარტო ქართული ცნება ემზადება ადგილობრივი არჩევნებისათვის. სხვები არ მზადებიან. სამინისტრო შეიქმნა, რეგიონალური მართვის სამინისტრო შეიქმნა. ასე რომ ეს ამბობთ რომ შესაძლებელია ქართულმა ოცნებამ კობახიძე, მოდი ასე ვთქვათ რომ არ დავაბნიოთ ჩვენი მაყურებელი, ქართულმა ოცნებამ კალაძეს არ გამოუცხადოს მხარდაჭერა ადგილობრივ არჩევნებზე. არა, გამოუცხადა არაფერი არა. ის არა, მის თქმა მინდა რომ ხდება მონოლითის შეკვეთა ხდება, არ არყევა ხდება, არამედ ანუ მე კალაძეზე და ხამწოში გიპასუხეთ ბუნებრივია. მე კალაძეზე კი ვლაპარაკობ კობახიძეზე. ზურაბიშვილზე ვლაპარაკობ, სალომე ზურაბიშვილზე. ის სადაც ხედავს რყევას, მე ვხედავ მონოლითს. მე ვხედავ პირიქით გამყარებას ძალაუფლებისას კობახიძის მხრიდან. მან მოიცილა ღარიბაშვილი, როგორც შედარებით სუსტი რგოლი ამ სამ კუთხედიდან და ეხლა რჩება პირისპირ იმ ადამიანთან იქსი დავარქოთ ამას, რომელიც მერი არის ქალაქისა, რომელიც ყველაზე უფრო ღირებული, ბრილიანტი თანამდებობაა საქართველოს პოლიტიკური თანამდებობაა საქართველოში. სხვა ასეთი ბრილიანტი თანამდებობა არ არსებობს. რაც არ უნდა ძლიერი იყოს კობახიძე, რაც არ უნდა ძლიერი იყოს კობახიძე თავის გუნდში და სტატუსით პრემიერ-მინისტრი ბოლოს კალაძე მერობით უფრო ძლიერია თავის ლეგიტიმაციით. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ რომ ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ ვინაიდან ჩახსნილია ოპოზიცია თვითონ აი ხმას არიღებს, ხო? ზურაბიშვილს საერთოდ არ ახსენა ადგილობრივი არჩევნები, ის ვერ ხედავს პიროს. გახარია ემზადება მაგალითად. ხო, მაგრამ მე ხლა ჩვენ ხა პირველი ჩვენი კითხვა იყო ეს სალომე ზურაბიშვილი, ანუ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ ახსენა სპილო, რომელსაც ზურგზე, რომელიც დადის ჩვენს ოთახში. და მთელ ოთახს იკავებს და რომელსაც ზურგზე აწერია ადგილობრივი არჩევნები. არ ახსენა. ახსენა კოალიციური მთავრობა, ახსენა გარდაუვალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არ ახსენა, როცა ყველა ცხეულის მოქმედება ქართულ ოცნებისა არის არა საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ ადგილობრივი არჩევნებისთვის. იქნებ იმდენად დარწმუნებულია სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორების უახლოეს მომავალში ძალიან მკაცრ და რადიკალურ ნაბიჯებში, რომელიც აიძულებს უბრალოდ ქართულ ოცნებას უკან დახევას, მათ შორის ახალი არჩევნების დანიშვნის თვალსაზრისით. აი ევროკომისარის განცხადებები, რომელიც ამბობს, რომ შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს საქართველოსთან არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების გადახედვის საკითხი, შეიძლება უკან წავიღოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია, შეიძლება გადავხედოს ღრმა და ყოვლის მომცველ შეთანხმებას, ასევე საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი და შეიძლება ეს გავყინოთო, ანუ ნახეთ რამდენი შესაძლებლობა აგერ მეგობარი აქტის განხილვა იგეგმება მომავალ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაძლებელია აქვს სალომე ზურაბიშვილის ინფორმაცია, რომელსაც მისია ეს მოლოდინები ეფუძნება. ღმერთმა ქნას, მე ჩვენ ამას უყურებთ უკვე სულ ცოტა
2-3 წელი მაინცაა, გარულობის ღამის შემდეგ ხდება მუდმივი ეს პროცესები და პლუს ამას დაემატა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში ბოლო, რაც ჯერჯერობით ჩვენ ხედავთ და რაც მოყვა კანდიდატების სტატუსის მიღებას, მას მოყვა ყველაფერი ესა, ამ ფონზე კალეიდოსკოპული სიჩქარით იცვლება ვითარება, კალეიდოსკოპული იცვლება ფორმატით და ამ ფონზე იბადება კითხვები საიდან მოდის? მე მინავარ, მე ვიკითხავს, მაგრამ საზოგადოებაში კითხვებია, რის საფუძველზე და მე მეკითხებიან, ხო მე თქვენი მადლით რომ ხშირად დავარ ტელევიზორში, მაგალითად ვთვლიან რომ მე მაგ პასუხები და მე პასუხები არა მაქვს, მაგრამ საზოგადოებრივ, მაგრამ მეტროში მეკითხებიან, მართლა იქნება არჩევნები? დაუნები არ ვიცი, მე არ მაქვს ინფორმაცია. სალომე ზურაბიშვილს უნდა ვკითხო და ის არ დადის მეტროში. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მან უფრო ცხადად ილაპარაკოს თუ რას გულისხმობს, თუ ღმერთმა დაიფაროს ისე მოხდა, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე ქვია ჩვენ უარი ვთქვით მისვლაზე სალომე ზურაბიშვილმაც და ამ დროს არ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები მე ქვია გაუჭიდება ახსნას რის იმედის რა იმედით გველაპარაკებოდა იმიტომ რომ გამორჩენ მართლაც არ არის რომ მოხდეს დაამთხვიოს ქართულ ოცნებამ საპარლამენტო არჩევნები არა იმიტომ რომ დაუთმოს საზოგადოებას არა მას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და თუ ის წავიდა საპარლამენტო არჩევნებზე, წავა ისე დროს, რომ გარანტირებულად გააყალბებს არჩევნებს საპარლამენტოს, რათა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ეს დაწყევლილი, მისთვის დაწყევლილი 78 მუხლი ამოიღოს კონსტიტუციიდან. ხოლმე ალბათ კიდევ უფრო, არ ვიცი, ძლიერი წმენდის, პოლიტიკური წმენდის ჩატარება მოუწევს, კიდევ უფრო მეტად დასუსტება მოუწევს ქართულს ამ ნიადაგის მომზადებაც ხომ მოუწევს ხო და ამ ნიადაგს ამზადებს მაგალითად მას უნდა დაეგზალა ნაციონალური მოძრაობა სუსის ანგარიშთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ და მხოლოდ ასე ვთქვათ სათაურებს წავიკითხავ ხე დეტალებში ნამდვილად ვერ შევალ პირთა გარკვეული ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო 2020 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას. მე მგონი აქვე იყო საუბარი რომ რაღაცა 8 სისხლის სამართლის საქმე უკვე არის აღძრული და მასალები გადაგზავნილია სპეციალურ შესაბამის სამსახურებში. ანუ აი რა გზავნილია ეს? როგორც ვამბობთ, რა პოლიტიკური მესიჯია, რა ქმედებები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს თუ როგორც მანამდე ხშირად გვინახავს საბურავების რევოლუცია და გადატრიალების მცდელობა და ასე შემდეგ, ეს ანგარიშიც აი ესე ჩაივლის. ისევ და ისევ, ჩემი აზრით ეს ანგარიშიც მზადება აი ამ ადგილობრივ არჩევნებისათვის. მათ უნდათ გაიმარჯვონ, პირობით აბჭყალებში ბუნები მისთვის ხელისუფლება, როგორც საპარლამენტოში, ხელ ადგილობრივში, მე 3 წელი იქნებიან 7-ად. ამიტომ ყველა ეს განცხადებები, ყველა ეს ურთიერთობები მოხდება, რათა თავის ამომრჩეველს დააჯერონ, რომ ყველაფერი სიმართლეა. ამ ანგარიში ასეთი სამართო ანგარიშები ყოველ წელს გამოდის და ასეთი უსუსური, ასეთი ზედაპირული, არც ერთი ფაქტი არაა. შეკაიხალხო, თუ ხალხი ამზადებდა საქართველოში გადატრიალებას, სადაა ეს ხალხი? სადაა ციხეებში მანჩვენეს ადამიანები? რატო არ არიან? რატო არ აღიარებენ ამას ყველაფერს? არც ერთი ფაქტი არაა. თვითონ აბრალებენ ხოლმე მოითხოვენ გამჭვირვალეობას სამოქალაქო სექტორისას და თვითონ ვიღაცები თურმე ქვეყანაში ამზადებენ გადატრიალებას და არც ერთი ფაქტი არა აქვს ხელზე. არც ერთი დაპატიმრება არ აქვს. არც ერთი ოპერაცია არ ჩაუტარებიათ აი ამ შესაძლო გადატრიალების გამო. არის სულ უსუსური ფაქტებზე არ არის დამოკიდებული. ერთადერთი მისი ამოცანაა, რომ როგორმე თავის ამორჩეველს გააბრუოს ქართული ოცნების ამორჩეველი, რათა დააჯეროს ის, რომ საქართველოს საფრთხე ემუქრება, ამიტომ ყველა უნდა დაირაზმოს და ცალსახად და მკაფიოდ ხმა უნდა მისცეს, რა თქმა უნდა, ქართულსაც. ხოლმე არ ვიცი, მაგინა არ არიან ეს დოკუმენტები არა მომართული მათ წინააღმდეგ ამორჩეველს. მათ ისაც კარგად ისევ ხმარ უნდა მისცენ ქართულ ოცნებას. მხოლოდ მათ იმათ მიმართა მიმართული ვით ხმას აძლევს და ჩვენ წინააღმდეგ როცა გულაპარაკებიან, კონტრ არგუმენტები. აბანაკი რა გინდა ნახე, წაიკითხე შენ ანგარიში, იმისი რა ქვია, ლილვაში და უსაფრთხოების სამინისტრო ქვია, ოხანაშვილმა დაწერა, ხო ეხლა ეს. ანუ წაიკითხე, იქ რეები წერია, ხედავ. მათ ეს ჭირდებათ ამ ხალხს. თორე ისინი სიხარიბის გამო აძლევენ ქართულ ოცნებას ხმას და არა გადატრიალების ცულობის გამო. მაგრამ მას არგუმენტი ჭირდება რომ ღარიბი როა, იმიტომ კი არ მაძლევ ქართულ ოცნებას ხმას.
იმიტომ რომ გადატრიალების მეშინია, ომის მეშინია და ასე შემდეგ. მადლობა პაატა ზაქარაიშვილს პოლიტოლოგს უსმენდი სულს იყო ამ დროისთვის გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაბრუნდება პარასკევს მე და თქვენ ხვალ შევხვდებით პოლიტრენიუსის დღის ეთერში გადაცემაში საქმე ზუსტად 13 საათზე